საღამოშვიდობის მე-9 არხი წარმოგიდგენთ ამბების შოუს. მე ვარ ირაკლი ჩიხლაძე და იყავით მოვლენათა ეპიცენტრში თბილისის თვითმმართველობის სფერის ცვალება წითელი თუ შავი. ნაციონალები უმრავლესობასთან ერთად პოსტებსაც ტოვებენ. რამდენიმე წუთში ჩვენ შეკითხვებს კოკი იონათამიშვილი და გიორგი მუსხელიშვილი უპასუხებენ. ასევე დღეს გამართულ რიგგარეშე შესხმებას ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი გამოუცხადა. ცოტა ხანში ჩვენს კითხვებს თავმჯდომარის უკვე გადამდგარი მოადგილე მამუკა ახვლედიანი უპასუხებს. არის თუ არა ნეპოტიზმი ქუთაისის მერიაში და რა მიზნით ხდება თანამშრომელთა გათავისუფლება? ხმაურიანი გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ირინა სახელაშვილი საპარლამენტო ქალაქიდან ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩვენ 2 საათის განმავლობაში გავამახვილებთ ყურადღებას. ბიზნესის ამბებს წარმოგიდგენთ თიაშველიძე, დღის და საათის მნიშვნელოვან ინფორმაციებს კი სოფო ჩაკვეტაძე, რომელიც უკვე ღია ეთერშია. სოფო, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის, მე მოკლედ რა დასნობთ 6 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი კანონის სრული დაცვით მოხდა და ბინების მეპატრონეებმა კომპენსაციები მიიღეს. საარტაძის მოედანზე არსებული ცენტრპოინტის შენობის დემონტაჟი კი კომპანია დერსუსმა განახორციელა, რომელიც იმ დროისთვის ცენტრპოინტის არციებს ფლობდა. ამ განცხადებით ეხმაურება ქალაქის მერია ცენტრპოინტის მფლობელის მაია რჩეულიშვილის განცხადებას. მერიის იურისტი განმარტავს, რომ ორივე შემთხვევაში შენობების დანგრევის ნებართვა მართალია მერიამ დასა, თუმცა კანონი ამ შემთხვევაში არ დარღვეულა. მერიის კუთხით ბრალდება ვფიქრობ არასწორია, ვინაიდანაც თვითონ სამუშაოები, დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა კომპანიამ, იმ კომპანიამ, რომელსაც აქვს უფლება, რომ ჰქონდეს მართვის უფლებით ეს და განახორციელებინა ეს სამუშაოები. რაც შეეხება თაბუკაშვილს, თაბუკაშვილზე მინდა მოგახსენოთ, რომ განხორციელდა თავის დროზე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დემონტაჟი. მერიის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კომპანია ცენტრპოინტის დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცენტრპოინტის ანგარიშები დაყადაღებულია. კომპანიის დამფუძნებელი კომპანია დერსუსის თანამშრომლებს და ქალაქის მერს ცენტრპოინტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს და პროკურატურას რეაგირებას თხოვს. დღეს რჩეულიშვილმა ქალაქის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. ცენტრპოინტის დამფუძნებელმა დიდი უგულავა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დანგრევას და კერძო საკუთრების ხელყოფაში ამხილა. ყველაზე სამარცხვინო, რაც საქართველოში მოხდა. რო დავანებოთ თავი 16 სექტემბრის მოვლენებს, როცა კადრები იყო წარმოდგენილი, ციხის კადრები. იყო თაბუკაშვილის ობიექტის დანგრევა. ასევე იყო მცდელობა, რომ მთლიანად დაენგრიათ სააკაძის მოედანი. ასევე გიგი უგულავამ შესთავაზა ძალიან დიდი ხნის წინ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ დაენგრიათ ჩემი აშენებული სატივე. სამივე ეს არის ერთი კაცის ხელწერა. აქედან მივმართავ საქართველოს პროკურატურას დეტალურად შეისწავლოს ეს საკითხები. თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო ნაწილებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ქვედანაყოფებში გარეკომუნიკაციების რეაბილიტაცია, შენობა ნაგებობების სარემონტო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის შენდება სასადილოები, კაპიტალური რემონტი უტარდება ყაზარმებს. საქართველოს მასშტაბით ყველა სამხედრო ბაზაზე მასიური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობას თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ. დღეს სენაკის მეორე ბრიგადაში გვაქვს შემოწმება თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. უკვე 6 ყაზარმა დაიწყო გაკეთება, დანარჩენი 13 გაკეთება დაგეგმილ ვადაში და მე როგორც დავპირდი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჯარს, იქნება ღირსეული პირობები მისთვის საკუთარი მისია შეასრულონ. დემოკრატიული მოძრაობა კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. პარტიის წევრის ირაკლი ჭყოიძის განცხადებით საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ სამართლიანობის აღდგენა ვერ უზრუნველყო და ამის სანაცვლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან კოაბიტაციით არის დაკავებული. დემოკრატიულ მოძრაობაში განმარტავენ, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტი და ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება 4-ჯერ იზრდება, თავად ქართული ოცნება კი 24-ჯერ მეტ საბაზო დაფინანსებას მიიღებს.
კოალიციაში შემავალი პარტიების დიდი უმრავლესობისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა თავის დროზე ნაციონალური ხელისუფლებების მიერ საკუთარ თავზე მორგებული კანონმდებლობა და ახლა მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ წინამორბედის მიერ უკიდურესად დამძიმებული საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო მძიმე გახადონ. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი ლევან ჩიტაძე იპოთეკარებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. ჩიტაძის თქმით აუცილებელია შეწყდეს იმ ადამიანების გამოსახლების პროცესი. ჩიტაძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებსაც მიმართავს და შეღავათების დაწესებისკენ მოუწოდებს. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემა უამრავ ადამიანს აქვს და ამის მოგვარებაზე ხელისუფლებამ უნდა ისრუნოს. შესაბამისად თუ ბანკი არ ზარალდება, ეხა ეკონომიკას არაფერი არ დაანგრევს. დაკარგული აქვს და 100,000-მდე პირი არის დაზარალებული და მათ ემუქრებათ სახლიდან გამოძევება, იმიტომ რომ თავის დროზე ქონდათ აღებული კრედიტები, ქონდათ ბინები ჩადებული, შემდეგ ომის პერიოდი დაემთხვა და ძალიან ბევრი პრობლემები, რაც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობდა ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც ვერ შეძლეს თანხის გადახდა. ჩვენ მხარს უჭერთ იმას, რომ სამივე სეგმენტი, როგორც გამოსახლება უნდა შეჩერდეს, ასევე აღსრულება უნდა იყოს შეჩერებული და საბანკო სექტორმა უნდა დააწესოს გარკვეული შეღავათები იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა შეძლო თანხების გადახდა, დავალიანების დაფარვა და საბოლოო ჯამში ბინები შეინარჩუნონ. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია და ვიდრე დადომშვიდობებით საკრებულოს სხდომა ნაციონალების გარეშე. ჩატარდა თუ არა რიგ გარეშე სხდომა კანონდარღვევით ირაკლი ჩიხლაძის შეკითხვებს თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე მამუკა ახვლედიანი უპასუხებს. დიდი მადლობა სოფო, საათის ბოლოს გელოდები, მანამდე კი დღის მთავარი თემა სტუდიის სტუმრებთან ერთად განვიხილოთ. თბილისის თვითმმართველობის ფერისცვალება წითელი თუ ლურჯი, გადამწყვეტი ბრძოლა დედაქალაქში საპრეზიდენტო არჩევნების წინ. თბილისის თვითმმართველობაში ნაციონალურები უმრავლესობასთან ერთად პოსტებსაც კარგავენ, ჯერი ახლა მერიაზეა მოუწევს თუ არა თანამდებობის დატოვება თბილისის პირველს. კახა კუკავა გიგი უგულავას გადადგომას ითხოვს, უგულავა კი საკრებულოს ახალ უმრავლესობასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. რა წვლილი მიუძღვის საკრებულოს უმრავლესობის დაშლაში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელმაც პარტია რამდენიმე კვირის წინ დატოვა. კოკი იონათამიშვილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებაში ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსის აშკარა დეფიციტია. რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს თბილისის საკრებულო ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსის არარსებობის პირობებში და ასახავდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა საკრებულოში საზოგადოების განწყობას, როდესაც უმრავლესობაში იყო. კოკი იონათამიშვილი მოვლენათა ეპიცენტრია, ოდნავ მოგვიანებით ჩვენს კითხვებს ფრაქცია ქართული ოცნება თბილისის თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი უპასუხებს. მანამდე კი გადავინაცვლებ ბატონ კოკისთან საღამომშვიდობის, დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონ კოკი, არის თუ არა მეტწილად დაკავშირებული ის, რაც ხდება დღეს საკრებულოში, რომ ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა უმცირესობაში თქვენს გადაწყვეტილებასთან კავშირში? უნებრივია, როდესაც მე და კიდევ ერთი ჩემი კოლეგა დათო წერეთელი გამოვედით ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან, ძალთა თანაფარდობა აღარ იყო უკვე ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, 57 საკრებულოს წევრიდან 22-ია დღეს მონაცემებით ნაციონალური მოძრაობის წევრი და ფრაქციის წევრი და აბსოლუტურად ობიექტურია, რომ ამ შემთხვევაში ალბათ გარკვეული თანამდებობები, გარკვეული კი არა, ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა ბუნებრივია, რომ გადაიხედება. დიახ. თუმცა მაინც საინტერესოა, რამდენად კანონის ფარგლებში მოქმედებს დღეს საკრებულო, როდესაც ინიშნება რიგ გარეშე სხდომა, ხდება ხელმძღვანელების გადარჩევა, დაახლოებით ერთ კვირაში უკვე მოხდება თავმჯდომარის გადარჩევაც. 3 თვის განმავლობაში ამის გაკეთება პრაქტიკულად კანონის მიხედვით შეუძლებელი იყო. შესავალში თქვენ ახსენეთ გარკვეული პატარა ამონარიდები ჩემი განცხადებიდან, რომელიც მე გავაკეთე ფრაქციის და პარტიის დატოვების დროს. ასაც ვფიქრობდი, იგივე განწყობა მაქვს უნებრივია დღეს. მთელ რიგ პოლიტიკურ პროცესებთან რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ადრე ანალოგიური მაქვს დღეს, თუმცა დღეს მნიშვნელოვანია საკრებულოს საკითხებზე ვილაპარაკოთ და მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ბუნებრივია პირველ რიგში ჩვენ კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ ყველგან და ყოველთვის, თუმცა საზოგადოებისთვის, თბილისელებისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ 25 არის 22-ზე მეტი და თუ 25-ს არ უნდა რომ იყოს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე რომელიღაც ადამიანი, ან საკრებულოს თავმჯდომარე რომელიღაც ადამიანი,
იქნება ეს ალსამადაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია მას ამის სრული უფლება აქვს. თვითონ რეგლამენტი და კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ 24 ადამიანს ფაქტურად შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება საკადრო მიიღოს. ამ შემთხვევაში ეს 24 ადამიანი აღარ არის ნაციონალური მოძრაობის ხარეს და ანუ ობიექტურად რო ვიმსჯელოთ, ახლა მაინც მე-14 პუნქტის მეორე ქვეპრიმა პუნქტში რა არის და რა წერია, ეს ბუნებრივი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო, მაგრამ ეს ხალხისთვის უბრალოდ რო ვთქვათ და ჩვენც ვართ თბილისელები და ადვილად გასაგები ამბავია ეს, რომ 25-22-ზე მეტია და 25-ს თუ უნდა რომ შეიცვალოს, აუცილებლად უნდა შეიცვალოს და რაც შეეხება კანონთან ასე ვთქვათ, თანხვედრილობას და რამდენად კანონიერი იყო, რა თქმა უნდა, ეს იყო ცალსახად კანონიერი. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძო პირი, ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი თუ მისი ვთქვათ პოლიტიკური ოპონენტი, ყველა შეუძლია ეს ნახოს. კანონში თბილისის შესახებ, ასევე ორგანულ კანონში თვითმმართველობის შესახებ რეგლამენტში ცალსახად წერია, რომ საკრებულოს წევრებს აქვთ უფლება ინიცირების რიგარეშე სხდომი არ დანიშნულიყო, ესეთი ინიცირება გაკეთდა რამოდენიმე დღის წინ და გუშინ ამ ინიცირების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარეს უნდა მოეწვია სხდომა. გუშინ არ მოიწვია სხდომა ბატონმა თავმჯდომარემ და დღეს უკვე ჩვენ გქონდა ასევე კანონით და რეგლამენტით უფლება, რომ საკრებულოს წევრებს შეგვეძლო მოგვეწვია სხდომა. მოვიწვიეთ ეს სხდომა, ჩატარდა, გადაყენებული იქნა თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი მამუკანხლედიანი და ასევე 13 კომისიის თავმჯდომარე. მინდა გითხრათ, რომ ამ 13 კომისიის თავმჯდომარეებიდან 4 ისედაც არ წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანუ აქ არ იყო მიდგომა ისეთი, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ რაღაც ისინი გადამდგარიყვნენ და თქოცხოები დარჩენილიყო, უბრალოდ ეს უმრავლესობა, რომელიც არის ბუნებრივია რაღაც მთელ რიგ საკითხებზე შეჯერდება, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე ვერ შეჯერდება, იმიტომ რომ იქ არის სხვადასხვა პარტიები, არიან ბევრი უპარტიო, ასე ვთქვათ, საკრებულოს წევრები და ასე შემდეგ. ანუ არ იყო ამოცანა, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები. თუმცა თქვენ აღნიშნეთ, რომ ისინიც გადააყენეს თანამდებობიდან, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან, თუმცა მაინც საინტერესო იქნება, ჩვენ გამოვრიცხავთ იმას, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ შემდეგ უკვე ამ თანამდებობებზე. ბუნებრივია არ გამოვრიცხავთ, საკრებულოს ამა თუ იმ თანამდებობაზე, ნუ ჯერ პირველ რიგში კანონიერი უფლება აქვს ნებისმიერ საკრებულოს წევრს, რომ კენჭი იყაროს და წამოაყენოს თავისი კანდიდატურა, მაგრამ მე კიდევ ერთ ასპექტს მინდა შევეხო, რაც მნიშვნელოვანია. იყო გაჟღერებული ჩემი კოლეგის მიერ კონსულტაციების აუცილებლობა. ზოგადად მე ამ წინადადებას არანაირად არ ვაკნინებ ყოველთვის ლაპარაკის ჯობს, დაულაპარაკებლობას და ალბათ თბილისელებისთვის გაუგებარიც კი იქნებოდა ერთ შენობაში ერთად მომუშავე წლების განმავლობაში ადამიანებს თუ ამის დეფიციტი ექნებოდათ. თუნდა ეს მოლაპარაკება შედგა. ბუნებრივია და ამ მოლაპარაკებაზე რამდენადაც ყველასთვის ჩვენთვის ცნობილია, იყო ორი სიტყვით ვიტყვი, ერთი იურიდიული ნიუანსი თქვენის ნებართვით, რომ არ დავტვირთოთ მაყურებელიც. იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული საკრებულოს სხდომა იყო უკანონო, იმიტომ რომ ერთი და იგივე საკრებულოს სხდომაზე გადარჩევას და შემდგომ ახლის არჩევაც არ არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამის პრეცედენტები ჩვენ უკვე გვქონდა და ჩვენ ესე წავიკითხეთ კანონი და რამოდენიმე კომისიის თავმჯდომარე ჩვენივე მოწვევის საკრებულომ ერთი და იგივე სხდომაზე გადაირჩია და იმავე სხდომაზე ახალი დაანიშნა. ერთი ეს იყო საფუძველი, რომ გვინდოდა შემხედრი წინადადება გაკეთებულიყო რახან ესე თქვეს და მეორე ჩვენ ღია ვართ თქვათ რაღაც გარკვეული კონსულტაციებისთვის და 26-მდე მთელი ერთი კვირაა და ამ პერიოდში ჩვენ შეიძლება მოვილაპარაკოთ. ნამდვილად ძალიან ცუდი იყო, როდესაც მამას ალბათ ბოიკოტი ქვია, როდესაც ისინი არ დაესწრენ ამ სხდომას და ეს ბუნებრივია ამცირებს ეფექტიანობის შესაძლებლობას საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციებს შორის და მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის მონაწილეობით. რამდენად იყო ეფექტური საკრებულოს საქმიანობა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ამ წვებაში უმრავლესობით? პირველ რიგში მინდა თქვა რამდენად შესაძლოა საინტერესო იქნება ყურადღება გავამახვილოთ, რატომ დადგა დღის წესრიგში. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გასაგები აღნიშნეთ, რომ აქ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გადარჩევა არ მოხდარა, მაგრამ საზოგადოებაში მაინც არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ეს იყო პოლიტიკური სვლა და ერთგვარი რევანში ქართული ოცნების მხრიდან ნაციონალების წინააღმდეგ. გასაგებია, მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ იმ 25 ადამიანში ქართული ოცნების ფრაქციების გარდა არიან სხვა ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის ზოგი მეტად არის ცნობილი, ზოგი ნაკლებად, რომლებიც არ წარმოადგენენ ქართულ ოცნებას, ასეთები არიან თქოთ კახა გუგავა, მამუკა კაციტაძე, რომლებსაც უფრო კარგად იცნობენ, თუმცა ძალიან ბევრი სხვა პროფესიონალი, ასე ვთქვათ, საკრებულოს წევრიც არის და ასეთი ვარ მეც, რომელიც უპარტიო ვარ, აბსოლუტურად მე პირადად არ გამოვრიცხავდი იმის შესაძლებლობას და პირიქით გამოცხადე კიდევაც, რომ არჩევრეულიყავი
თქვათ რაღაც საკადრო გადანაწილებაში, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა სამწუხაროდ ის მოტივები, რომელიც მე მქონდა პარტიის დატოვების პერიოდში, რომ ამ პარტიას უკვე მთელ რიგ შემთხვევებში და მთელ რიგ პრინციპულ შემთხვევებში, მით უმეტეს ესეთ კრიზისულ გარემოში, აღარც ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი გააჩნდა და არანაირი საკითხის გადაწყვეტის უნარი მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავთვლილიყავი, იყო ძალიან ნაკლები კოლეგიალობა თავიანთი კოლეგების მიმართ და ზოგადად საქმის მიმართ და ის რომ უნდა გავმეორო რითიც დავიწყე, ის რომ რომელიღაც პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში უფრო ფრაქციაზე ვსაუბრობთ, კარგავს უმრავლესობას და დღის წესრიგში დგება თანამდებობების საკითხი, ეს აბსოლუტურად ობიექტური და გასაგებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ და ამაზე გააკეთა რამოდენიმე ადამიანმა სხვადასხვა ფრაქციიდან განცხადება და ბუნებრივია მეც მივესალმები და მეც არაფერი სხვა განცდა არ მაქვს. რამდენადაც არ უნდა იყოს თქვა ვიღაცისთვის მიუღებელი რომელიმე ფრაქცია თუ რაღაც იქ არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, რომლებიც არიან არჩეულები ქალაქის მხრიდან და თუ ისინი იქნებიან აქტიურად წარმოჩენილი ქალაქის საკრებულოში, ამას მხოლოდ მივესალმებით. ეს დღეს მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ ჯერ არის სიტყვა და ამ სიტყვის მერე არის კონსულტაცია და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. დღეს ასევე გაიჟღერა ინფორმაცია, თითქოს განსაკუთრებით ამ ახალი უმრავლესობის ფორმირებაში წვლილი შექონდათ იმ დეპუტატებს, რომლებიც თავის დროზე იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. რეალურად იგივე თუნდაც ნებისმიერმა თბილისელმა რატომ უნდა დაუჯეროს იმ დეპუტატს, რომლის წინააღმდეგაც ჰქონდა თავის დროზე მთელი რიგი პრეტენზიები. ახლა ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ხა, როდესაც ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები და თქვა რაღაც მქონდა ლეგიტიმაციაზეც იყო, რატო იყო თქვა ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მოიგო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ბუნებრივია, რომ იქ 38 ადამიანი იყო საკრებულოს წევრებიდან ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის გარკვეულ პერიოდში და გარკვეული მიზეზების და გამო ზოგიერთმა ადამიანმა 14-მა თუ 15-მა დატოვა ფრაქცია, რამოდენიმე დატოვა არჩევნებამდე ფრაქცია და პარტია და ყველა შემთხვევა ალბათ აბსოლუტურად ინდივიდუალურია ხა. საკრებულო დღეს არის ამ შემადგენლობის, არის ბუნებრივია ლეგიტიმური. თქვენ დარჩით თუ პარტიოთ, ნაწილმა კი გადაწყვიტა რომ გაწევრიანებულიყო ქართულ ოცნებაში. ანუ სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვები, ხო არ ცდილობენ საკუთარი საქმიანობის გადარჩენას. ხა ჩემთვის როგორც იყო მიუღებელი იმ პერიოდში, როცა მე ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციაში ვიყავი, მთელი რიგი მომენტები ასევე მიუღებელი იქნება დღეს. მაგალითად ის ხალხი, რომლებიც პარტიულ სტრუქტურაში, ნაციონალურ მოძრაობის პარტიულ სტრუქტურაში წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან თანამდებობებს, რომლებიც დღემდე რჩებიან ნაციონალურ მოძრაობაში და იმათ ლამის მეორე დღეს ეძახდნენ ხანდახან ფინანსურ პოლიციაში და ამავე დროს სხვა ადამიანები, რომლებიც თქვათ გავიდნენ და იმათ თითქოს ან მართლა ნაკლებად ეძახდნენ, ეს მიუღებელია. თუმცა ერთნიც და მეორენიც ჩემი მეგობრები არიან, კოლეგიალობის გარდა კიდევ მინდა ვთქვა და მხოლოდ მინდა ვისურვო, რომ ამ ადამიანებს არაფერ უკანონობასთან და მით უმეტეს დანაშაულთან არანაირი საერთო არ აქვს. ბუნებრივია შერჩევითი მიდგომა არ უნდა იყოს და არ არსებობდეს, მაგრამ საუბარი ახლა იმაზე ან ამ საკრებულოს ლეგიტიმურობაზე ან ვის რომ მე არ მგონია რომ ვინმე თქვა თუნდაც კახაკუკავას აბრალებდეს რომ მაინც და მაინც ქართული ოცნების წევრი იყოს ან მამუკა კაციდადეს. არიან კიდევ სხვა ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება იცნობს ნამდვილად ნაკლებად, თუმცა საკმაოდ კარგად ართმევენ თავს საკრებულოს წევრის. დიახ. გასაგებია რაც ხდება თბილისის საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა ჯერი არის, როგორც დღეს დაანონსდა თბილისის მერიაზე, კახაკუკავა იყო სწორედ რომელმაც განაცხადა, რომ თბილისის მერმა უნდა დატოვოს თანამდებობა. რამდენად გართულდება მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობა ნებისმიერ საკითხზე ამ ცვლილებების შემდეგ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს 25 კაცი, აქ რამოდენიმე ფრაქცია და ზოგი ადამიანი ერთ ფრაქციის გარეთ არის, რა თქმა უნდა, არის ერთგვაროვანი გუნდი. უბრალოდ ამ შემთხვევაში მოხდა შეჯერება, რომ მთელი რიგი საკადრო ცვლილებები და მიდგომები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია შეიცვალოს. მე პირადად მივესალმებოდი იმას, თუ მერი და მერია იქნებოდა ადეკვატური იმ ახალი პოლიტიკური რეალობის, რაც საკრებულოშია. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ის იქნება, რომ ბიუჯეტის მიღების პროცესი დაიწყება უკვე რამოდენიმე თვეში და იმედს გამოვთქვამ, რომ გუშინაც იყო მერის განცხადება ამასთან დაკავშირებით და ეს განცხადება, რაც მან გააკეთა, რეალობას არ ასდება და თანამშრომლებს ეფექტურად ეცდება ყოველ შემთხვევაში თანამშრომლოს საკრებულოსთან, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ამ წუთას და იმ ფრაქციის, რომელსაც მე წარმოვადგენ დედაქალაქის, ან ჩემთან ერთად ბესო ბენდელიანი და მამუკა კაციტაძეა, ამ წუთას პირველ რიგში ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მალე აი ეს ცვლილებები, რაც გარდუალია აბსოლუტურად, გავიაროთ იმისთვის, რომ საკრებულო იყოს ქმედთუნარიანი და დავაკმაყოფილოთ თბილისელების ინტერესები ამ ორგანომ, იმიტომ რომ ამას ბუნებრივია
საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს და საკმაოდ ბევრი უფლება, მოვალეობა და ვალდებულება და ერთ-ერთი ტესტი ბუნებრივია ეს იქნება ბიუჯეტის მიღება, თუმცა მანამდე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. არ ვიცი, დრო გვაჩვენებს, მე ნამდვილად მხოლოდ მოხარული ვიქნები თუ თანამშრომლობა იქნება ეფექტური. ძალიან კარგი და სანამ დაგემშვიდობებით, რამდენიმე საკითხი ზოგადად ნაციონალურ მოძრაობაზე გასაგებია, რომ თქვენ უკვე თქვენი პოზიცია დააფიქსრეთ. დღეს დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ამ პარტიის მომავალი უკვე გარკვეულია და ძველი სახით მისი არსებობა დამთავრდა. ფიქრობთ თუ არა რეალურად რომ ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება გაუჭირდება? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სწორედ მეცხრე არხის ეთერში მქონდა ამაზე სამუბარი პრინციპში, რომ მიზეზები ჩემი პარტიის და ფრაქციის დატოვების აღწერა ჩემ განცხადებაში, რაც არც თუ პატარა გამომივიდა, რომელიც სოციალურ ქსელებში გაავრცელე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო, რომ მით უმეტეს, როდესაც ასეთ შეცდომებზე და სამწუხაროდ დანაშაულებებზეც გქონდა საუბარი, მით უმეტეს აუცილებელი იყო ტრანსფორმირება და ახალი სახეების ჩაყენება. ძალიან კარგი იქნება თუ ბატონი ბაქრაძის განცხადება ეს არის რეალური გასიგრძე განება ამ პრობლემატიკის და არა წინასაარჩევნო პერიოდში რაღაც ერთ-ერთი ახალი ნიუსის თქმა, როგორც თუნდაც არის, რომ თურმე ჩვენ ვერეოდით ეკონომიკაში, ანუ სამართალდამცავები ერეოდნენ, თურმე ჩვენ სოფლის მეურნეობაში არ ქონია სწორი პოლიტიკა და ეს თურმე ბევრ აღმოჩენებს რო ვაკეთებ. თუ რეალურად მოხდება ცვლილებები, ეს ბუნებრივია კარგი იქნება. მე მივესალმები ყველა იმ ძალას, რომელიც იქნება პროევროპული და პროგრესზე ორიენტირებული, თუმცა თუ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, თუ ამას გრძნობდით, ხედავდით, რომ ამხელა დარტყმები შეიძლება და პარტიაზე წამოსულიყო, მე რამოდენიმეჯერ გავიმეორე სხვადასხვა ეთერში, მით უმეტეს გაუგებარი იყო, როდესაც მთავრობის და მით უმეტეს ძალოვანი სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები წამოვიდნენ წინა პლანზე ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში და არანაირი ცვლილება პარტიაში არ მოხდა. პირიქით ჩაიკეტა და რაღაც გარკვეულ ადამიანებს მხოლოდ კომენტატორების ფუნქცია თუ კონდათ მინიჭებული. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ძალიან ბევრი ადამიანი ამ პარტიაში დარჩენილი, რომელსაც პატივცემ, რომელთა ღირებულებებს ეჭვი არ მეპარება და მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო და მით უმეტეს ეს არ ეხება ჩემი ყოფილი ფრაქციის წევრებს, მე მათ არ გავმიჯნულ ვარ, ნამდვილად დავთვლი, რომ მათ აქვთ მონაწილეობა მიღებული რაიმე სახის დანაშაული, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამ ბოლოს, თუმცა დღეისათვის უკვე ჩემთვის მათი პოზიცია გაუგებარია. მე არ მგონია, რომ ამ ღირსეულ ადამიანებს ჭირდებოდეთ ის პროცესი, რომელიც დღეს საკრებულოში მიმდინარეობს. საკრებულოში მიმდინარეობს ერთი პროცესი, 25 არის 22-ზე მეტი. მე მინდა მივმართო ჩემ კოლეგებს და მეგობრებს, რომ ნუ გააკეთებენ ისე, რომ მათი მხრიდან გამოჩნდეს, რომ თითქოს ისინი ეპოტინებიან თანამდებობებს და ეს პროცესი სასამართლოში თუ წავიდა, სამწუხაროდ მხოლოდ ამას აჩვენებს. იმიტომ რომ რაც არ უნდა ბოდიში და რომელიღაც პუნქტს ჩაუკირკიტეს რომელიმე იურისტი და დღეს საერთოდ უკვე ვერ ხვდები სად მზადდება ის საბუთები, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს, იმიტომ რომ მე ვკითხებ თქვა იურიდიულ სამსახურს, მათ თქვეს რომ ჩვენ არ მოგვიმზადებია რაღაც ერთ-ერთი დოკუმენტი ამასწინდელი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომისიას არც მათ მომზადებია, ეჭვი მაქვს რომ ეს ნაციონალური მოძრაობის პარტიაში ან სადმე სხვა გამზადება და მე პირადად მხოლოდ ის მინდა რომ ეს მოხდეს ნაკლები ემოციების ფონზე და ამ ჩემი კოლეგების და მშვენიერი ადამიანების რაც შეიძლება თქვენ ფიქრობთ თუ გადაწყვეტილი გაქვთ რომ გარკვეული დროის მანძილზე რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში არ გიხილავთ? თუნდაც თუ ტრანსფორმირება მოხდება იგივე ნაციონალური მოძრაობის. ნაციონალურ მოძრაობაში ნამდვილად არ მგონია რომ მე დავბრუნდა, იმიტომ რომ ჩემი უშედეგო მცდელობა იყო რომ ის გარკვეულწილად ტრანსფორმირებულიყო. ამ პარტიის ხელმძღვანელმა გუშინ კიდევ ერთხელ ფაქტურად მთელ საზოგადოებას უთხრა ერთ-ერთ ეთერში რამოდენიმე დღის წინ რომ ვიღაც ხალხი მოტმასნილი იყო, ანუ ფაქტურად ეს პარტია რაღაც კასტის ფუნქციას შეიძლება რაღაც კასტური დაჯგუფებასავით იყო ჩამოყალიბებული და აქედან გამომდინარე მე ვერ ვხედავ რომ მე ამ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან რაიმე საერთო მომავალში შეიძლება მქონდეს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის მასში, რომელთა ასე ვთქვათ ღირებულებებისადმი ერთგულებაში ეჭვი არ მეპარება და მით უმეტეს იმ ხარდამჭერებში, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმიტომ რომ ამ პარტიამ ბევრი რამე გააკეთა, იმიტომ რომ დეკლარირებულად პროევროპული და პროგრესს ყოველთვის ასე ვთქვათ პროგრესის დამცავი ორგანიზაცია იყო, სამწუხაროდ გონია რომ მათ ბევრი იმედგაცრუებელი წინ. დიდი მადლობა, მე პირადად თქვენ წარმატებებს გისურვებთ. კოკიო ნათამიშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩვენ საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ საუბარს და გვერდება ფრაქცია ქართული ოცნება თბილისის თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი. საღამოშვიდობის ბატონ გიორგი, გმადლობთ რომ დატვირთული დღის ბოლოს ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოდით პირველ რიგში როგორ დასრულდა დღევანდელი სხდომა და რეალურად მოსაოდნელია თუ არა იგივე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სასამართლოში მოგიწევთ პასუხების გაცემა დღევანდელ რიგ გარეშე სხდომასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ამბობენ რომ რეგლამენტის დარღვევით მოხდა.
მოგესალმებით. დღეს საკმაოდ დაზაბული დღე გქონდა. მინდა გითხრათ, რომ რეგლამენტის სრული დაცვით აქედან დავიწყებ, რომ რეგლამენტის სრული დაცვით მოხდა დღევანდელი სხდომის მოწვევა, რომ 25 დეპუტატს კანონით მინიჭებული აქვს ის უფლება, რომ შეიკრიბოს და მოთხოვოს საგრებულოს თავმჯდომარეს სხდომის მოწვევა, რადგანაც თბილისის საგრებულოს თავმჯდომარემ არ მოიწვია ეს სხდომა, ჩვენ საგრებულოს რეგლამენტით სრული უფლება გქონდა მოგვეწვია სხდომა და ჩაგვეტარებინა. როგორ დასრულდა პრინციპში თქვენ იცით, რომ ჩვენ გუშინ მოლაპარაკებები გქონდა, ორჯერ ვიყავით შეხვედრაზე ამ 25 ადამიანის წარმომადგენელი მამუკახვლედიანთან და მის ჩვენ კოლეგებთან, რომლებიც წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობას, გქონდა იქ ამ გარკვეული საუბარი. მათი მოთხოვნა პრინციპში თავიდან იყო, რომ 24 რიცხვში ჩატარებული იყო ის სხდომა, რა სხდომაც დღეს ჩატარდა და დღის წესრიგი იყო იგივე, რა დღის წესრიგიც თქვენ დღეს იხილეთ. თუმცა რეალურად ბოიკოტი გამოუცხადეს დღევანდელ რიგარეშე სხდომას. ამის მიზეზი, ანუ მთავარი მოთხოვნა რა იყო, რის გამოც დღევანდელ სხდომაზე არ მოვიდნენ? ჩემთვის გაუგებარია მათი მოთხოვნა, იმიტომ რომ რა მოთხოვნაც ჰქონდა იმ მოლაპარაკებაზე. ფაქტიურად მათთან ჩვენ შევთანხმდით, ჩვენ მივეცით ერთი კვირა 26-მდე პლენარულ სხდომა როცა ჩანიშნული 26-მდე ჩვენთან ქონოდათ მოლაპარაკების საშუალება. იმ შემთხვევაში თუ ისინი შემოვიდოდნენ დღეს სხდომაზე, დაждდებოდნენ, დაესწრებოდნენ ჩვენი კოლეგები ნაციონალურ მოძრაობიდან და ჩვენთან ერთად მიიღებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, მიეღოთ საწინააღმდეგო ის, ხო შეიძლებოდა რომ არ ეთანხმებიან, დასწრებოდნენ, რა შუაში იყო მან ბოიკოტი. მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს მათ იმის გამო, რომ რაღაც გარკვეული შოუს მოწყობა უნდათ კიდევ როგორც ვთქვით. ერთგვარი შოუს ელემენტებს შეიცავდა დღეს გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც საკრებულოს გარეთ მიმდინარეობდა. ანუ ნაციონალური მოძრაობიდან უმრავლესობაში გადასული დეპუტატების წინააღმდეგ თუ მისამართით მათმა გამოიყენეს ხურდაფურები დაყარეს, ასევე დაფშვნეს ყველი და განაცხადეს, რომ მხოლოდ სკამების შენარჩუნებას ცდილობენ და ასევე ფულის გამო გადავიდნენ უმრავლესობაში. ამაზე ალბათ განცხადებებსაც გააკეთებენ თავად უმცირესობაში მყოფი დეპუტატები. რეალურად როგორ მოხდა ამ უმრავლესობის შექმნა? მოდი, იქიდან დავიწყოთ, ჯერ საერთოდ ეგ ორგანიზაცია რას წარმოადგენს, ხო? აბსოლუტური უმრავლესობა მაგ ადამიანების, ვის დღეს იყო მოსული იქ, ასრულებს ნაციონალურ მოძრაობის ბრძანებებს. იქიდან ღებულობენ ისინი დაფინანსებას და მაგის უტყუარი ფაქტები უახლოეს მომავალში იქნება და ჩვენ გავახმოვანებთ. და როგორ მოხდა უმრავლესობის მე პირდაპირ დავიწყებ იმაზე, რომ პირველი რღვევა ნაციონალურ მოძრაობის, ეხლა მე ძალიან აქტიური წევრი ვიყავი ქართული ოცნების შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი ქართული ოცნების და მე კარგად მახსოვს 27 სექტემბერს, როცა ორი ადამიანი გამოიყო ნაციონალურ მოძრაობას, საკმაოდ სარისკო იყო მაშინ ამის გაკეთება, იმიტომ რომ ჯერ არავინ არ იცოდა როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, საკმაოდ დიდი მუქ რისკოში იყვნენ ისინი, ფაქტობრივად ოჯახების გახიზნას მოუწიათ და თვითონაც მალვაში იყვნენ იქამდე სანამ არ გააკეთეს ეს ბრიფინგი და არ გამოაცხადეს ზეგი მათ ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციასთან გამიჯდა. შემდგომში ბევრი მომენტი იყო, რო ავიღოთ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ციხის კადრებმა და შემდგომა იმ გამოვლენებამ, იმ დანაშაულებების, რაც ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ ჰქონდა ამ 9 წლის განმავლობაში. ეს უტყუარი ფაქტები იყო, ეს ყველაფერი დოკუმენტალურად დადასტურებული იყო, ის რასაც ისინი აშავებდნენ და ამ დროს წარმოდგენა არ ჰქონდათ საკრებულოს წევრების უმეტესობას, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან. და ბუნებრივია, რომ მათში გაჩნდა პროტესტი. მე იმასაც გეტყვით, რომ საკმაოდ დიდი ზეწოლები იყო ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან, რომ ადამიანებს თუ გაუჩნდებოდათ იმის აზრი, რომ იქნებ გაემიჯნონ ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციას, მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა. არა ჩვენი მხრიდან, არამედ მათ მხრიდან, რომ ისინი არ გამოყოფილიყვნენ ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციას. და ეს უმრავლესობა თავისთავად მოხდა ეს ყველაფერი, დიდი აქტიური მონაწილეობა ჩვენ არ მიგვიღია, მაგრამ უბრალოდ კოლეგები იყვნენ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მე
დღესაც თუნდაც ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციაში და გვაქვს ძალიან მარტივია რა ეს რომ საღამოს ხდებით საუბრობთ და ნუ რაღაცა მეჩემსაც ვეუბნები ის თავისას ხო ბატონ გიორგი აქვე უნდა გკითხოთ თქვენ აღნიშნეთ 1 წლის წინ განვითარებული მოვლენები ანუ ციხის კადრები და თუ ვინ რა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო მაგრამ დღეს ხომ არ ფიქრობთ რომ ცოტა უცნაურად ჩანს ან რის დამტკიცებას ცდილობენ ყოფილი ნაციონალები რომლებიც ქართულ ოცნებაში გადმოდიან ისინი არ რჩებიან დამოუკიდებელ დეპუტატებად ხომ არ ფიქრობთ რომ სკამების დაკარგვის შიში უფრო ამოძრავებთ ვიდრე კონკრეტული საქმის კეთება რადგან გასული პერიოდის განმავლობაში მათ ჰქონდათ ყველანაირი შესაძლებლობა რათა ემუშავათ მეტად უფრო ეფექტურად რიგითი თბილისელების პრობლემათა აღმოსაფრთხებლად ერთ-ერთი მაგალითი თუნდაც დენის და ნაგავის გაერთიანება რაზეც საკმაოდ ხშირად იყო ხმაური თბილისის საკრებულოში მოდი ჩვენ იქიდან დავიწყოთ თუნდაც ეს ადამიანები ვინც ახლა დღეს არიან გადმოსულები და ისინიც ვინც იქით არიან ჯეჯირობი დარჩენილები რა მდგომარეობაში იყვნენ და როგორი ზეწოლის ქვეშ იყვნენ და მუდმივად ჰქონდათ მას სტრესული ცხოვრება და თავისუფლები ვერ იყვნენ. მაგას ვებძოდით ჩვენ ხო ქართული ოცნება მაგას ებძოდა და ამისთან მონსტრის წინააღმდეგ მიაღწია წარმატებას და გამარჯვებას არჩევნებში. ვინც იცის კარგად რა დამოკიდებულება ჰქონდათ გინდა თანაპარტიელების მიმართ დიდი განსხვავება არ იყო ნაციონალურ მოძრაობის ხელმძღვანელობას დამოკიდებულებაში ესე იგი მოქალაქეების მიმართ და თავიანთი თანაპარტიელების მხრიდან იმიტომ მე მიმართ უბრალოდ მე ვიცი ზუსტად რომ საკმაოდ დიდი ზეწოლების ქვეშ იყო ეს ადამიანები და თუნდაც იმის მერე აი მე მაგალითად მოგიყევით ხო ის რომ იმის შემდგომ როცა ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა არჩევნებში და ფაქტობრივად ხელისუფლება შეცვლილი იყო ცენტრალური იმის შემდეგაც ახერხებდნენ მალზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და კიდე ათასნაირ გავლენას იმ ადამიანებზე რომლებიც თუნდაც დღეს გადმოსულები არიან აქეთ მე გადაცემის მომდევნო ნაწილში ეთერი უნდა დავთმო მამუკა ახვლედიანს რომელიც დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს მე არ ვიცი ის გაამახვილებს თუ არა ერთ კონკრეტულ ბრალდებაზე ყურადღებას თუმცა ფაქტია რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამაზე საუბრობენ ეს უკავშირდება დაკავებებს საკრებულოს წევრების და მერის თანამშრომლების ბოლო პერიოდში ისინი ამას აღიქვამენ სწორედ ერთგვარ დაშინების და გადაბირების მცდელობად თქვენი მოსაზრება იქნება საინტერესო მე ძალიან ხშირად დამიფიქსირებია მე და ბევრჯერ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მე რა თქმა უნდა როგორც კოლეგებს მუდმივად სოლიდარობას უცხადებდი რომ ნუ რა თქმა უნდა არ სიამოვნებს ის რომ ხდებოდა მათი დაკავება მაგრამ იქ იყო კონკრეტული დანაშაულები მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ არა დაკავებულები არა როგორც დამნაშავეები არამედ მოწმის სტატუსით მიდიოდნენ ხოლმე იქ ეს არ იყო დაკავება ნუ ერთი ფაქტი იყო ახლა მე ვიცი მაგას ვკითხავთ აუცილებლად ის მასიური დაკავება რომ მოხდა მათი მაგრამ ნუ მოხდა ეგრევე განთავისუფლება ხო ამ ადამიანების იქიდან მხოლოდ 4 ადამიანი დარჩა რომელსაც კონკრეტული ბრალეულობა მიუძღვის მაგ საქმესთან დაკავშირებით და აქ რომ აპელირება იმაზე რომ რაღაცა შანტაჟი ხდებოდა გადმოსული წევრების ან უკარა ხდებოდა და ზეწოლა მათზე მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები და კარგად იცის ეს ბატონო მამუკამ და შეიძლება რომ ბატონ გიორგი ასევე საინტერესო იქნება თქვენგან მივიღო კონკრეტული პასუხი რეალურად რატომ გახდა აუცილებელი და დადგა დღის წესრიგში იგივე ყველა სამსახურის უფროსის გადაყენების აუცილებლობა ერთ კვირაში ალბათ თავმჯდომარესაც მოუწევს პოსტის დატოვება. შეგვიძლია არაეფექტური მუშაობის კუთხით გავამახვილოთ ყურადღებას და მთავარ ხარვეზებზე ვისაუბროთ. მოდი ასე მივყვეთ ჩვენ ეს 13-ვე კომისიის თავმჯდომარე გადააყენა დღეს დღევანდელმა უმრავლესობამ ეს არ ნიშნავს რომ ან ყველა ცუდად მუშაობდა ან ყველა კარგად მუშაობდა ხომ არის იქ და 4 კომისია იყო დღევანდელი უმრავლესობის წევრი იყო იმ 4 კომისიაში თავმჯდომარე. ესე იგი ჩვენ ისინიც გადავაყენეთ. აი წარმოიდგინეთ თქვენ, მან განსხვავება იმაში, რომ ის ნაციონალური მოძრაობის წევრია და ეს უმრავლესობის წევრია, დღევანდელი უმრავლესობის, მან არ ყოფილა და ეგეთი მიდგომა მიკერძოებული არ ყოფილა. ჩვენ უბრალოდ გავანთავისუფლეთ ეს თანამდებობები იმის გამო, რომ ეს ერთი კვირა შუალედი რაც არის, კიდე რაღაცა საუბრის საშუალება ყოფილიყო ნაციონალურ მოძრაობასთან და ისინი
თანამშრომლობა გაგრძელებულიყო, ისე ერთ ოთახში უნდა ვიждდეთ და ერთ ოთახში ერთ შენობაში და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. არის საკითხები, რომელსაც 2/3 ჭირდება, როგორც ვიცი, რათა გავიდეს და ამ კუთხით ალბათ ნაციონალების მხარდაჭერაც იქნება აუცილებელი. თქვენ გასაგებია რომ აცხადებთ, რომ საომავლოდ გაგრძელდება მუშაობა თქვენს კოლეგებთან, ან უმცირესობაში ვყოფ ნაციონალურ მოძრაობასთან. თუმცა მაინც კითხავთ და შემდეგ უკვე უნდა გადავინაცვლოთ ჩვენი გადაცემის მომდევნო სტუმართან, რეალურად არის თუ არა შესაძლებელი თუნდაც ნაციონალური მოძრაობიდან, ამა თუ იმ კომიტეტის თავმჯდომარით გადაყენებული პოსტებიდან რომელიმე დაუბრუნდეს თავის ძველ საქმიანობას. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ მე გუშინ საუბრის დროს, მოლაპარაკების დროს ერთი შეკითხვა დავუსვი ბატონ მამუკა ახვლედიანს, რომ მე როცა შევედი საკრებულოში უკვე არჩევნების შემდგომ, მაშინ არც ერთი კომისიის თავმჯდომარე არ ყოფილა ოპოზიციის. ეს ერთიანი გუნდი, რომელიც გაიზიარებს ცენტრალური ხელისუფლების კურსს, ასევე რა თქმა უნდა შეკრულად, ჩემი აზრით, ეს არ არის 25-ვე დეპუტატის აზრი. ჩემი აზრით, უნდა იყოს ერთიანი გუნდი, რომელიც იმუშავებს და გააკეთებს საქმე თბილისელების საკრებულოს. ირაკლი შიხიაშვილი მოიაზრება საკრებულოს თავმჯდომარედ. მოიაზრება ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ. და საინტერესო, იმიტომ რომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, ნაწილი არ უჭერს მხარს, უბრალოდ დაიწუნა მისი კანდიდატურა, ნაწილი პირიქით. დაიწუნა მისი კანდიდატურა, მე როგორც ვიცი, ნაციონალურ მოძრაობა. დიდი მადლობა. და არა. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. გიორგი მუსხელიშვილი, ფრაქცია ქართული ოცნება, თბილისის თავმჯდომარე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს და ავაგრძელებთ გამოშვებას. დედაქალაქისთვის მანდატებით ბრძოლა დასრულებულია. რიგგარეშე სხდომაზე თბილისის საკრებულომ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და 13 მუდმივ მოქმედი კომისიის თავმჯდომარე გადააყენა. ზუსტად ერთ კვირაში პოსტის დატოვება სავარაუდოდ ზალ სამადაშვილსაც მოუწევს, რომელიც დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია. რიგგარეშე სხდომას ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი გამოუცხადა ხმაური იყო საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ყოფილი ნაციონალების საქციელს აპროტესტებდნენ ხურდაფული, დაფშვნილი ყველი შენობის შესასვლელში და შეძახილები ფულის მონები და ფულზე გაყიდულები. თანამდებობები ოცნების სახელით თუ სამართლიანობა და არა ეფექტური საკრებულოს მეტი ეფექტურობისთვის მუშაობა. მამუკა ახვლედიანი საკრებულოს თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს, რომელიც პირდაპირ ეთერშია. საღამოშვიდობის ბატონ მამუკა, დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდით პირველ რიგში დავიწყებ შენობის გარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებით. შეძახილები იყო ფულის მონები და ბრძოლა სკამებისთვის. რეალურად თქვენც ეგ შტაბეჭდილება გაქვთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს უკვე უმრავლესობაშია და ერთგვარად ახალი უმრავლესობის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას, სკამების და ფულის გამო იბრძვის? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მოწვევისათვის თქვენს გადაცემაში. მინდა მე რამოდენიმე წუთს მქონდა ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოთქმული საჯაროდ. მინდა გითხრათ, რომ ეს მოვლენები არ დაწყებულა არც გუშინ, არ დაწყებულა არც დღეს. ეს მოვლენები უკვე ვითარდება 9 თვის განმავლობაში. მიზანი, ამას თქვი ერთ-ერთ ინტერვიუში და გამეორდები, იყო დიადი და ნათელი. და ეს მიზანი დიადი ნათელი იყო ჩემის აზრით ხოლმე და ხოლმე ის, რომ ნებისმიერი მეთოდი ყოფილიყო გამოყენებული იმისათვის, რომ დაშლილიყო ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია, რასაც ვერ მიაღწიეს ფრაქცია, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს და უმთავრესი მიზანი იყო, რომ უმრავლესობა არ ქონდა საკრებულოში ამ ფრაქციას, რასაც მიაღწიეს. რა მეთოდები და რა საშუალებები იყო გამოყენებული ამ ყველაფრისათვის? საშუალებები დაპატიმრების, საშუალებები ბორკილების დადების, სხვადასხვა უწყებაში ტარების წინ და უკან, ხანდახან მიუყვანლადაც კი, შანტაჟი, რა ქვია მას, შეშინებები ოჯახის წევრებზე, ნათესავებს და ასე შემდეგ. ბატონ გიორგი მუსხელიშვილი ცოტა ხნის სწორედ იგივე საუბრობდა, ოღონდ ერთი წლით ადრე განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავისი პარტიელები აშანტაჟებდნენ, რათა არ ეთქვათ ღიად, დაუშვათ გამოეხატათ პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ. მე ვკითხე, რადგან ვიცოდი, რომ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებდით, ბოლო დაჭერებთან დაკავშირებით და მან განაცხადა, რომ ეს არ უკავშირდება არანაირად საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს და ამ გზით არ მომხდარა უმრავლესობაში ნაციონალური მოძრაობის წევრების გადაბირება.
ზუსტად ბოლო დაკავებებთან 23 ადამიანის დაკავებასთან დაკავშირებით და წინა დაკავებებთან. ყოველთვის როდის ხდებოდა თქვენ გახსოვთ ალბათ ადევნებთ თანმოვლენებს თვალყურს და ეს დაკავებები, ეს დაკითხვები, ეს დაბარებები და მათ შორის ეს ბოლო 23 ადამიანის დაკავება როდის მოხდა? ყოველთვის ხდებოდა თვის ბოლო პარასკევის წინა დღეს, ანუ ხუთშაბათ დღეს. როგორ ფიქრობთ ახლა 9 თვის განმავლობაში ეს იყო შემთხვევითი და ეს ყველაფერი შემთხვევით ხდებოდა ზუსტად 23 კაცი რო დაგვიჭირეს იყო ხუთშაბათი, როდესაც უნდა ჩაგვეტარებინა 5 საათზე ბიურო და მეორე დღეს იყო დღისასრიგით გათვალისწინებული სხდომა. მოგეხსენება და გახსოვთ ალბათ ისეც რომ ჩვენ მიმართეთ საკრებულოს თავმჯდომარე მიმართა როგორც გენერალურ პროკურორს, ასევე ფინანსთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით რომელსაც ზოგი უწყების ხელმძღვანელს ხვდა მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. ქონდა გამოხმაურება რომ შეეცდებოდნენ, რომ დაერწმუნებინათ ძალოვანი სტრუქტურები და სწორედ წინა დღეს და იმ დღეს, როდესაც საკრებულოს სხდომა იყო, ესეთი ფაქტებს ადგილი არ ექნებოდა. მაგრამ ფაქტის სახეზეა, ზუსტად იმ დღეს ხდებოდა ეს ყველაფერი, როდესაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო. ბოლო სხდომა, ბოლო დაკავებები 23 კაცისა. მე მაგალითად, როდესაც დამაკავეს და ბორკილები დამაძეს და მითხრეს დაკავებული ხარო, საქმეზე რომელიც იყო აღწეული. იმ საქმესთან ხო არანაირი შეხება თვითონაც ხო კარგად იციან. არანაირი შეხების წერტილი არ მქონია. არანაირი ურთიერთობა, არც საქმე ამ კუთხით არ მიდის. მაგრამ მოხდა რისთვის კაცმა არის იმისთვის რომ დაშინებულიყო ვიღაცა. ფაქტად რა მოყვა? ჩემი კოლეგა და ჩვენი ფრაქციის ყოფილი ხელმძღვანელი და მის მიერ დასახელებული მეორე წევრი ფრაქციისა, ზუსტად ამ მოვლენის შემდეგ მეორე დღეს ფრაქციას ტოვებენ და სწორედ ამ მოვლენის შემდეგ მეორე დღეს, პარასკევ დღეს, ზუსტად დაიშალა ის უმრავლესობა და მიაღწიეს საწოდელ მიზანს, რომელიც ჩვენ გვქონდა საკრებულოში. ბატონმა კოკიმ ცოტა ხნის წინ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თუ რატო წავიდა, რა ხდებოდა, რამდენად ეფექტური იყო საკრებულოს საქმიანობა. ის ასევე არ მალავს, რომ არსებობს ინტელექტუალური და პოლიტიკური კრიზისი საკრებულოს იგივე ოცნების ფრთაში. და რეალურად არ არის მოხიბლული დღეს დეპუტატების საქმიანობები, თუმცა მაინც კითხავთ, რადგან დაკავებებზე საუბრობთ, სად გაქრა, სადა 50 მილიონი, რაზეც არის რეალურად საუბარი. გააქვთ ინფორმაცია? კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მე პირადად არასოდეს ჩემს ცხოვრებაში თუ საზოგადოებრივ საქმიანობის დროს არანაირი შეხება მქონია პარტიულ საქმიანობასთან, პარტიის ეგრეთ წოდებულ პარტიული თანამდებობის პირების დაფინანსება, არანაირი პარტიული თანამდებობა არ მქონია, ასე რომ საერთოდ არ ვფლობდი ინფორმაციული ხასიათის ცოდნას. პირველად ინფორმაცია ამის შესახებ მერწმუნეთ, რომ ამბობს სიმართლეს. გავიგე ტელევიზიით, მე ხომ არ ვიცოდით არაზე ვიყავი თურმე დაკავებული და პირველად ამის შესახებ გავიგე ინფორმაცია, მოვისმინე ფინანსთა სამინისტროს განცხადება, როდესაც იყო და მე თვითონ დავინტერესდი თუ რა იყო ეს, საიდან მოდიოდა ეს ფული და ვინ იღებდა. ეს ყველაფერი, ეს თემა არის რა ქვია მას, გამოძიების თემა და ბუნებრივია სასამართლოს დასადგენია, მაშინაც განვაცხადე და ეხლაც განმეორდები. თუ ვინმემ, მაგრამ დავა რაშია რომ ეს ფული არავის არ ედავებიან, არც დაკავებულ ადამიანებს ეს ფული სახში წაიღეს, ან ეს ფული იყო კორუფციული, ან რაღაცა. დავა არის იმაში, რომ ამ ფულით ხდებოდა დაფინანსება ადამიანებისა და მათი გასამჯელოს გადახდა. ანუ კვლავ ისევ და ისევ დასაქმების ირგვლივ სხვადასხვა კუთხით. ეს თბილ სერვისის საქმე, რომელსაც უგულავას ედავებიან, ეს საქმე ისევ და ისევ ადამიანების დასაქმებას ეხება. თუმცა საუბარი მაინც არის პარტიული აქტივის დასაქმებაზე, ფიქტიურად გაფორმებულ ადამიანებზე. მე აღარ ჩემოქვი უბრალოდ თანხმდებით თუ არა იმაზე, რომ საკრებული არის ვალდებული გააკონტროლოს, რაში ხარჯავს მერია კონკრეტულ თანხებს. კი ბატონო, საკრებულო არის უფლებამოსილი, რომ მას შესაბამის კომისიაც აყავს, სარევიზიო კომისია, რომ შეამოწმოს თანხების მართებულობა და სისწორე ამ დახარჯვასთან, მაგრამ ამავე დროს საკრებულოს სარევიზიო კომისიას რო თავი დავანებოთ, დღეს მოგეხსენებათ თუ რაიმე შემოწმებელი, მაკონტროლებელი, პოლიცია, მილიცია და ასე შემდეგ, პროკურატურა თუ რაც არსებობს, ყველა არის თბილისის მერიაში შესული. დღეს მაგალითად დღეს უმრავლესობაში მოსულ კომისიას, საკრებულოს სარევიზიო კომისიას, სადაც დანიშნავენ ალბათ მათ წარმომადგენელს თავმჯდომარეს რომ მოუნდეს მერის საქმიანობის შემოწმება მაგალითად გასული წლის ვერაფერს ვერ შეემოწმოს იცით რატო? იმიტომ ერთი ფურცელი და ერთი ხაღალ დოკუმენტი არ არსებობს თბილისის მერიაში ყველაფერი არის წაღებული. ამას სწავლობი კიდევ ერთხელ ვიძახი და ხას უსვამ ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. თუ დაამტკიცა საგამოძიებო სტრუქტურამ და სასამართლომ რომ არსებობდა თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და ეს თანხები იყო კონკრეტული მიზნისათვის გამოყენებული
რომელიც არის რასაც ქვია არამიზნობრივი, რა თქმა უნდა, დამნაშავე ყველა მეცრო ვიყო და სხვაც რო იყოს, უნდა აგოს პასუხი. დიახ. ასევე საინტერესო იქნება ბატონო მამუკა, თუ ვისაუბრებთ მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა საკრებულოს უმრავლესობასთან. ხართ მზად რომ ნებისმიერ საკითხში ჩაერთოთ და გაგრძელდეს თანამშრომლობა? იმიტომ დღეს ჩვენ ბოიკოტი ვიხილეთ. დიახ. თქვენ მოგეხსენებათ რომ მე გუშინ წინ მქონდა საჯარო განცხადება და ვთქვი რომ მოდით მეგობრებო ხელების გადაგრეხვის მეთოდს და გადაწევის მეთოდს მოდით შევეშვათ, მოდით შევიკრიბოთ, გავიაროთ კონსულტაციები და ყველა თემა პირველ რიგში კანონიერი გზით და მეორე რიგში ურთიერთშეთანხმებით გადავწყვიტოთ. თუ ურთიერთშეთანხმებას ვერ მივახცევთ, ლეგიტიმაცია მაინც გქონდეს ამ ყველაფერს, რასაც მოიმოქმედებთ, იურიდიული, კანონიერი და სწორი. ანუ კანონიერების ფარგლებში არ გავწდეთ, რაც ვიხილეთ დღეს. დღეს ვიხილეთ ძალადობრივი სხდომა. რაში არ დაგეთანხმებით, ასევე თქვენ, როდესაც ბრძანეთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე უკაცრავად, მაგრამ მე ყოფილი პირველი მოადგილე ჯერჯერობით არა ვარ, სანამ ამას არ იტყვის შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება. ანუ თქვენ სასამართლოში რომ გააგრძელოთ ბრძოლა? უკვე შეტანილია სარჩელი, ეხლა საინფორმაციო საშუალებებიც ალბათ გააშუქებენ ამას, შეტანილია სარჩელი და ბუნებრივია ჩვენ პირველ რიგში ვითხოვთ აქტის მოქმედების შეჩერებას, რომელიც დღეს მიიღეს და ამასთან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლოს 3 დღეში და ვითხოვთ ამას და შემდგომ ვითხოვთ მიღებული აქტის გამოცემას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ჩვენთან შევიკრიბეთ მეორე დღეს შემდგომ განცხადების. რომ დავაზუსტოთ, ხოლმე თქვენ მიმართეთ სასამართლოს თუ ყველა იმ ადამიანმა, იმ 13-მა, რომელიც დღეს გადაყენებული იქნა როდესაც 13-მა არა, ბევრმა დეპუტატმა, ახლა ზუსტად რიცხობრივად აღაქვსოს ამდენი ხელმოწერა იყო, ვინც იყო საკრებულოს შენობაში, ყველა მოაწერა ხელი. გადაყენებულმაც და არა გადაყენებულმაც, იმიტომ რომ ისინიც ლეგიტიმურად ითხოვენ გასაჩივრებას ამ ფაქტისა, იმიტომ რომ თვითონ სხდომის მოწვევა იყო არაკანონიერი. ჩემს წინ საუბრობდნენ ჩემი კოლეგები და მინდა შევახსენო მათ, რომ მათ ეთყობა რეგლამენტი, ჩემს სამწუხაროდ ახლა ძალიან დიდ პატივს ვცემ კოკისაც და გიორგი მუსხელიშვილსაც, მაგრამ მათ ეთყობა რეგლამენტი არ წაუკითხიათ. რეგლამენტში შავი თეთრზე წერია რომ საკრებულოს სხდომის მოწვევის მოთხოვნის უფლება კი აქვთ ამ დეპუტატებს, მაგრამ საკრებულოს სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. თუმცა იურისტმა განმარტა, რომ სამადაშვილს ერთი კვირა ქონდა ვადა იმისათვის, რომ ჩაეტარებია რიგ გარეშე სხდომა. ერთი კვირის შემდეგ თუ არ იქნებოდა მისი ნება ცნობილი, შეეძლო უმრავლესობის წარმომადგენლებს დაენიშნათ რიგ გარეშე სხდომა. ჩვენ გაგცემთ ამაზე პასუხი. ჩვენ რეგლამენტში წერია, რომ საკრებულოს სხდომის მოწვევის შემთხვევაში ესა და ეს მოხდება. სხდომის მოწვევის შემთხვევაში, ესე იგი, ნიშნავს იმას, საკრებულოს თავმჯდომარე შეუძლია არ მოიწვიოს სხდომა, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე მოიწვია სხდომა. დღეს ამაზე არავინ არ საუბრობს. და რატო არ საუბრობს? საკრებულოს აქტი გამოიცა გუშინ და ყველა სატელევიზიო ეთერით გავრცელდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ჩანიშნა ზუსტად დაახსენა თუ არ ვცდები გიორგი მუსხელიშვილმა, რომ ზუსტად იგივე საკითხებით საკრებულოს სხდომა, ჩემი გადაყენების კომისიის თავმჯდომარების გადაყენებით, საკრებულოს თავმჯდომარე ჩანიშნა 24-ში. მეგობრებო, 5 დღეს რა მნიშვნელობა ქონდა დამაგებინოს ვინმე? იმისაც რომ კანონში ჩამჯდარიყო ეს ყველაფერი. გააქვთ ინფორმაცია რა მნიშვნელობა? არც არაფერი, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმითი განპირობებული, რომ ჩვენ გადავწიეთ რამოდენიმე დღით ადრე რომ რამოდენიმე დღის შემდეგ ეს თქმა რომ ამ პერიოდში ჩვენ მოგვესწრო დამსხდარიყავი და მოგველაპარაკებინა და ეს ყველაფერი ყოფილიყო ცივილური მეთოდებით. ერთხელ და სამუდამოდ დაგვემთავრებინა თბილისის საკრებულოში კინკლაობა და ჩხუბი იმაზე თუ ვინ სწრაფად ჩახტება რომელიმე სკამში. მოგძანდეს და ჩვენი საუბრის ბოლოს მე პრობლემა კი არა. გიორგი მუსხელიშვილი ამბობდა რომ კონსულტაციების დროს რაც თხოვდა კონკრეტულად მამუკა ახვლედიანი ჩემთვის გაუგებარი იყო და რეალურად რა სიტყოდით თქვენ ამ კონსულტაციებზე შეხვედრის დროს? ამას რაც ახლა ანუ ამ საკითხებზე ჩვენ ვითხოვდით იმას, რომ სხდომა ყოფილიყო კანონიერი, სხდომა მოწვეულიყო თავმჯდომარის მიერ და არა ესა თვითშეკრებით, რაც უკანონოა. ჩვენ ვითხოვდით, რომ ამოღებული, რაც დააკმაყოფილეს შემდგომ, არ შეიძლება ერთი და იმავე სხდომაზე რეგლამენტში შავი თეთრ წერია, რომ ერთი და იგივე სხდომაზე მოხსნა და გადაყენება, ესა გადაყენება და დანიშვნა არ შეიძლება. ამიტომ ვითხოვდით, რომ მოდით 24-ში ჩავატაროთ სხდომა, გადავდგებით ჩვენ, გაგვანთავისუფლეთ ჩვენ თანამდებობებიდან 24-ში, 26-ში ისედაც არის ხომ სხდომა. 26-ში ის ხალხი, ვისი დანიშვნაც გინდათ, ადექი და დანიშნეთ. მაგრამ მანამდე თუ გინდათ, ამასთან დაკავშირებით გავიაროთ კონსულტაციები. მე მინდა ასევე ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ თანამდებობას, მაგრამ ასევე მინდა არ დავეთანხმო ბატონ გიორგი მუსხელიშვილს და შეგახსენოთ თქვენ და მაყურებელს, რომ ჩვენ როდესაც უმრავლესობაში ვიყავით, მაშინ როდესაც წყარ უმრავლესობაში ვიყავით, მეგობრებო და ვიყავით 38 დეპუტატი და ოპოზიციური
ფრაქციების ერთობლივი რაოდენობა 11 დეპუტატს შეადგენდა, ორი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე ყავდა ოპოზიციიდან და ორი წამყვანი კომისიის თავმჯდომარე, როგორც არის ჯანდაცვის კომისია თბილისის საკრებულოში, დამეთანხმებით ყველაზე წამყვანია და ურბანული განვითარების და მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე, ესეც ქალაქისთვის სასიცოცხლო კომისიაა, ხო? ორი წამყვანი კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე, პირველი ვიყავენ და ორი მოადგილე იყო ყავდა ოპოზიციიდან. ჩვენ ეს ხელი გაწვრილი ქონდა თანამშრომლობისათვის, ხო? თუმცა საკმაოდ მცირე რიცხვზე საუბრობთ, მაგრამ მყარი უმრავლესობა, რომელზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას, რა გააკეთა თბილისელებისთვის? იმისთვის, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ყოფილიყო დედაქალაქში და დაუშვათ იმ პრეტენზიებზე არ იყოს საუბარი, ან თუნდაც თქვენი კოლეგები არ მანიპულირებდნენ ამა თუ იმ საკითხით, რომ არაეფექტურად მუშაობდა თბილისის საკრებულო და მყარი უმრავლესობა. ეხლა რა გააკეთა თბილისისთვის ამ წლების განმავლობაში თბილისის მერიამ და თბილისის საკრებულომ, ამას დიდი ფილოსოფია მე მგონი არ უნდა გავიაროთ ქალაქში, ქუჩაში და უნდა ვნახოთ რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში. დღეს თბილისი ყველა ცუდად თუ კარგად შეიძლება რაღაცა დავა იყოს იმაზე, ამაზე და ასე შემდეგ სხვა საკითხებზე, მაგრამ დღეს მე მგონი რომ ყველა თავდება ამაზე, რომ დღეს თბილისი ის ქალაქი აღარ არის, რომელიც ჩვენ ყოდა 9-10 წლის წინ. დღეს თბილისი აბსოლუტურად სხვანაირი ქალაქია. დღეს თბილისში არ არის ის პრობლემები, რომელიც 9 წლის წინ, 8 წლის წინ, 7 წლის წინ არსებობდა, ხო? დღეს ინფრასტრუქტურა სრულიად მოწესრიგებულია, თუმცა რა თქმა უნდა ხარვეზები არსებობს, სატრანსპორტო სისტემა აწყობილია, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ქალაქში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემა მოწყობილია, რომელიც საერთოდ არ არსებობდა, საბავშვო ბაღები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ წლების განმავლობაში მე ვფიქრობ და ის აღშენებლობით სამუშაოები, რომელიც თბილისში ჩატარდა, მართლაც ახლა საუკუნეების განმავლობაში ტარდებოდა. ჩვენ შევძელით და მოვასწარეთ ის, რომ რა ქვია მას, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, მაგალითად პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, რომელიც უნდათ რომ როგორმე ახლა ჩაკლან, ხო? ეს მე ვფიქრობ არის საუკუნის პროექტი. იმიტომ რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილს სხვანაირად ვერაფრით ვერ უშველიდით. სანამ თეა შველიძე გავანაწყენ, რომელიც ბიზნესის ამბებით უნდა შემოგვერთეს, კიდევ ერთ შეკითხვას დავსვამ. კახა კუკავა ითხოვს, რომ თბილისის მერმა უნდა დატოვოს თანამდებობა. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ პროგნოზი? დაუშვათ. კახა კუკავასთან მაქვს პიროვნულად ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ მე დღეს ჩემი კომენტირებისას კითხეს ეს და მაშინ ვთქვი რომ ეს არის უვიცური განცხადება, ხა ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვითხოვ ამ სიტყვისათვის, მაგრამ კახა კუკავა არის იურისტი განსხვავებით ჩემგან. და ძალიან კარგად უნდა იცოდეს კახა კუკავა, რომ თბილისის საკრებულოს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს და არ შეიძლება კონდეს გადაირჩიოს ან გადააყენოს თვით ქალაქის მოსახლეობის მიერ პირდაპირ წესით არჩეული მერი. ესეთი პრეცედენტი სოფლიოში არ არსებობს და არ შეიძლება იარსებოს მოქალაქეებმა პირდაპირ წესით დაირჩიეს, ადამიანმა 55% მიიღო და კახა კუკავა 25 კაცი იქნება თუ თლად 48 თუ 59 რო იყოს. ეს ლეგიტიმაცია საკრებულოს არ შეიძლება კონდეს. ამას ვერანაირი კანონი ეხლა ხო არ არსებობს და რაც არ უნდა მოუნდეთ პარლამენტში ასეთ კანონს ვერ მიიღებენ. თუ მიიღებენ და მართავიძე ღმერთმა დაგვიფაროს თელი სოფლიო. თუმცა ალბათ მერია და საკრებულოს თანამშრომლობა შედგება იგივე ბიუჯეტის საკითხი იქნება ტესტიო. ცოტა ხნის წინ თქვენი კოლეგა ამბობდა ამ საკითხში ალბათ იქნება კეთილინება, ხო, მერიის მხრიდან? მე ბიძახი, დღესაც ვამბობდი მთელი დღის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი კვირა დარჩენილი, რომ კონსულტაციები გავიაროთ 26 რიცხვამდე და ჩვენ ამისთვის ვზარო ღიად, შაბათი კვირის ჩათვლითაც, ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევიკრიბოთ და დავიწყოთ აი ამ საქმეებით, რომელიც თქვათ ამ პრობლემების მოგვარებით, ნებისმიერი თემა, რომელიც ეხება ქალაქს. ეს იქნება საბიუჯეტო საკითხი, ეს იქნება ინფრასტრუქტურული საკითხი, ეს იქნება ჯანდაცვით თუ სოციალური საკითხი. ნებისმიერ თემაზე ჩვენ ვართ მზად ვითანამშრომლოთ, როგორი ფორმატითაც არ უნდა იყოს უმცირესობა, როგორი ფორმატითაც არ უნდა იყოს უმრავლესობა საკრებულოში წარმოდგენილი. დღეს მე ერთხელ რამოდენიმე ის ვთქვი, რომ უკაცრავად, მაგრამ ეს უმრავლესობაც ახლა ამ საკითხშია შეთანხმებული, რომ გადაგვაყენოს თანამდებობები და მაგრამ რატო არ არის სვამ კითხვას, რატო არ არის შეთანხმებული მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი. დიდი მადლობა. ჩვენ ვითანამშრომლობთ აბსოლუტურად ყველა თემაზე. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, თუმცა ძალიან კარგი იქნება და თუ დაგვეხმარებით, ამისთვის ასევე დიდი მადლობა, რომ ქალაქის მერმა იქნებ მოახერხოს და ნებისმიერ დროს მიიღოს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა საკრებულოში და თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გაგვაცნოს ეთერში. დიდი მადლობა. მოკლედ, მამუკა ახვლედიანი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პასუხობდა ჩვენ კითხვებს, რომელიც დღეს გადაირჩიეს, თუმცა ის ბრძოლას სასამართლოში აპირებს. რეკლამის თუ რა, რეკლამის შემდეგ უკვე თეა შველიძე შემოგვიერთება.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ქართველი და რამდენიმე რუსი კანონიერი ქურდის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა. კადრებში ის იარაღით ჩანს, რომელიც ეკატერინბურგში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველი კანონიერი ქურდების მანქანებიდან ამოიღეს. ეკატერინბურგში მათი შეკრება რუსმა სამართალდამცველებმა ჩაშალეს. სვერდლოვსკის მილიციის ინფორმაციით, შეკრების დროს დააკავეს რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, მათ შორის დია თბილისკი, ზურაბ თევთიძე და პაატა ლანგვილავა. შეკრებას ეკატერინბურგში სპეციალურად რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული კანონიერი ქურდები ესწრებოდნენ. სპეცოპერაციის დროს კანონიერმა ქურდებმა წინააღმდეგობის დაწევაც კი ვერ მოასწრეს, რადგან სპეცრაზმი კაფეში, სადაც შეკრება მიმდინარეობდა, მოულოდნელად გამოჩნდა. ამოღებული იარაღი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. საკრებულოს ნაციონალური ფრთა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. როგორც ცნობილია, ნაციონალებმა სხდომას ბოიკოტი დაწყებამდე გამოუცხადეს, შემდეგ კი მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. ნაციონალები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ჩანიშნულ სხდომამდე 5 დღე იყო დარჩენილი. საკრებულოს ნაციონალური ფრთისთვის გაუგებარია, რატომ მოიწვიეს დღევანდელი სხდომა. საკრებულოს დღევანდელი სხდომა იყო უკანონო, შესაბამისად ყველა მიღებული გადაწყვეტილება ამ სხდომაზე იყო უკანონო. ჩვენ შეგვაქვს საარჩევნო და ვასაჩივრებთ ამას სასამართლოში და დავდოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ზოგადად ამასთან ერთად მე მინდა დავამატო ერთი რამ, რომ ჩემთვის სულად დაუგებარია და ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვერ მივიღე არგუმენტირებული პასუხი, თუ რამდენად რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ 5 დღეს, როცა 24-ში იყო ჩანიშნული სხდომა, რომელიც შეიძლება ჩატარებულიყო და მიიღოს სულად კანონიერ ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებები მიიღეს დღევანდელ უკანონო სხდომაზე შესაბამისად კანონიერ. ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს. ოთარ და ნურზარ ელიაურები და დია ძურძუკი რუსმა მესაზღვრეებმა 3 დღის წინ სოფელ ახალუბნის განაპირა საქონლის მწყემსვის დროს დააკავეს. მათთან ერთად მყოფმა 18 წლის ახალგაზრდამ თავს გარცევით უშოლა და გატაცების შესახებ თანასოფლელებს და სამართალდამცველებს შეატყობინა. ელიაურებისა და ძურძუკის ოჯახის წევრები არ აკონკრეტებენ, გადაიხადეს თუ არა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული საჯარიმო თანხა. გათავისუფლებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ისინი აცხადებენ, ცხინვალის იზოლატორში მათზე ზეწოლას ადგილი არ ქონია. ნახეში ვიყავით ჩვენ ტერიტორიაზე, სალოცავთან ერთად იქ მოვიდნენ შეიარაღებულები და 6 იყვნენ. მოვიდნენ და დაგოკავეს და წავიყვანეს ცხინვალის მიმართულებით. ჩაიმა გადავიხადეთ 3-3000 რუბლი გამოგიშვეს. ქსნის მე-15 დაწესებულებაში 9 მსჯავრდებულს ინგლისურ ენასა და IT-ში პროფესიული გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. სერტიფიკატები მათ საშინააღმდეგობის მინისტრის მოადგილე სოფიო ჯაფარიძემ და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გადასცეს. პროფესიული სწავლების კურსი მიზნად ისახავს მსჯავრდებულების რესოციალიზაცია, რეაბილიტაციას და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას. სწავლება ამჟამად რუსთავის მე-17 და ქსნის მე-15 დაწესებულებებში მიმდინარეობს. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი აფხაზებსა და ოსებს ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნას თავაზობს. კომისიამ 90-იან წლებში მომხდარი მოვლენები უნდა შეისწავლოს. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელთან ერთად ჩეჩნეთის, დაღესტნის, ინგუშეთისა და ჩერქეზეთის ბიუროს ხელმძღვანელები ჩავდნენ. კომისია ომის დაწყების მიზეზებს და ომის დროს მომხდარ ფაქტებს შეისწავლის. შექმნათ ერთობლივი საგამოძიებო კომისია, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური, რომელიც დამოუკიდებელ რეჟიმში იმუშავებს, გაუცვლეს ერთმანეთს ინფორმაციებს, ასე ვთქვათ, გამოძიებას ჩაატარებს დამოუკიდებლად, მაგრამ ერთიანი გეგმის მიხედვით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიება და სიმართლის დადგენა, ვინ რა ხარისხით იყო დამნაშავე, რომელ სახელსა და გვარს რა დანაშაული აქვს ჩვენი ერებისა და ჩვენი ისტორიის წინაშე, ეს უნდა დადგინდეს. მოსამართლეს, რომელიც 17 მაისის ინციდენტის მონაწილე სასულიერო პირების საქმეს განიხილავს, ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე გადადგომისკენ მოუწოდებს. ადვოკატი აცხადებს, რომ მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე მისი ბიძაშვილია, რომელიც მოსამართლედ წინა ხელისუფლების პირობებში განხორციელებული კორუფციული სქემით დაინიშნა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სასულიერო პირების დასამართლების პრეცედენტი პროკურატურის უმძიმესი შეცდომაა.
კი, აქტიური მხილების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დიდუბის გამგეობაში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ინიციატივები გააცნეს. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ინიციატივათა პაკეტი ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა საარჩევნო სიების დახვეწა, არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხის რეგულირება, პარტიების დაფინანსება და მედია გარემოს გაუმჯობესება. არასამთავრობოების მიერ მომზადებული წინადადებათა პაკეტი პარლამენტში შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფს გადაეგზავნება. ჩვენი მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც სამ არასამთავრობო ორგანიზაციამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და სამართლიანობა არჩევნებად დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ შევიმუშავეთ. ეს რეკომენდაციები ეფუძნებოდა პრაქტიკაში გამოვლენილ პრობლემებს და მიზანია ამ რეკომენდაციების არის ის, რომ მივიღოთ უფრო გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო. დღევანდელი განხილვის საკითხები ეს არის საარჩევნო სიები, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით განხორციელებული რეგულაციები, რასაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის, ასევე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით განსახორციელებელი ცვლილებები და მედია გაშუქების წინა საარჩევნო პერიოდში მედია გაშუქების კუთხით დასარეგულირებელი საკითხები. და ბოლოს ერთი დღე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს 19 წლამდე ნაკრები პირველი თამაშისთვის ემზადება. ქართველი ფეხბურთელები სასტარტო შეხვედრას საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ, როგორ ემზადება გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის. ჩემი კოლეგა დავით ხვადადიანი ისაუბრებს ლიტვიდან. Sveiki, Atvika i Lietuva. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიტვაში. ასე ხვდება კაუნასი 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებსა და ტურნირის სტუმრებს. თუმცა ქალაქში არ იგრძნობა, რომ ხვალ აქ კონტინენტის პირველობა აიღებს სტარტს. ლიტველები ამ ფაქტს ოლიმპიური სიმშვიდით ხვდებიან. სულ სხვაგვარი განწყობაა ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი პირველი საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ესტუმრა ლიტვას. გია ცეცაძის გუნდი სასტუმრო რედისონში განთავსდა და ფრანგებთან ხვალგასამართი მატჩისთვის ემზადება. პირველი თამაშივე წარმატება ნიშნავს ძალიან დიდ განმულ ნაბიჯს ჩვენი მიზნისკენ, რაც არის მინიმუმი. რთული თამაში იქნება აუცილებლად, ვეცდებით ჩვენ რომ ჩვენი თამაში მოვახვიოთ მოწინააღმდეგეს, კერძოდ საფრანგეთის ნაკრებს და მათ არ მივცეთ თავიანთი ხოზრების გამოყენების საშუალება, რაც აქვს კარგი თვისებები და სუცერტილებით დავარტყათ და შედეგი ვაქინან გამომდინარე მივიღოთ. როგორც კი აღნიშნა, პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. საფრანგეთი ნახეთ ერთი პირველი სოფლიო ჩემპიონები ახლა ამიტომ პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმედია რომ კარგად გამოვიდნენ და როგორც რა იმედებით საგვაქვს პირველ რიგში მინდა რომ დიდი სურვილი მოხდეს პეტრობიდან გავიდე. დავით რედარდიო მშვიდობებით თემა რომლითაც ირაკლი ჩიხლაძე თავის გადაცემას გააგრძელებს სტიქია წალენჯიხაში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარა თქვენ წინგელით პირდაპირ ჩართვა სტიქიის ზონიდან ირაკლი დიდი მადლობა სოფო ჩაკვეტაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში საათის ბოლოს საინფორმაციო სამსახური ისევ შემოგვერდება მანამდე კი დასავლეთ საქართველოში უნდა ვიმოგზავროთ რა თქმა უნდა დავიწყებთ სამეგრელოთი შემდეგ უნდა გავაკეთოთ რა ხდება ქუთაისის თვითმმართველობაში და ბოლოს რატომ არ დააკმაყოფილა ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერის განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე დავიწყოთ სტიქიის ზონიდან გვერდება პაატა ლაგვილავა პაატა საღამომშვიდობის ბოლო ცნობები მოგვაწოდე რა ხდება ამ დროისთვის და რამდენად დიდია ზარალის ოდენობა ამ დროისთვის ირაკლი არწვიმს სამეგრელოში გადაიღო გამოიდარა ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია ზარალის დამთვალელი კომისიები ამ წუთებშიც მუშაობენ სტიქიის ზონაში დილიდან კი სამეგრელოში ებრძოდნენ სტიქიას კონკრეტულად დაზარალდა 3 მუნიციპალიტეტი დაიტბორა წალენჯიხის 10 სოფელი ასევე ზუგდიდის სოფლები და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლები წალენჯიხაში ყველაზე მეტი ზიანი მიადგა სოფელ ჩქვალერს სადაც ჩამოწვა მეწყერი და ემუქრება ოჯახებს სახლებსაც კი ემუქრება და დანგრევა ასევე წაიღო დამაკავშირებელი გზა ცენტრალური გზა და შეიძლება ითქვას რომ ეს სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს ასევე დაიტბორა სოფელი ლია სადაც ოჯახებში შევარდა წყალი და დახოცილია შინაური ცხოველები და ფრინველები გზა წაიღო მოწყვეტილი ვარ ქვეყანას ვთხოვთ მთავრობას სახელმწიფოს დაგვეხმარონ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებ
თუ გაგრძელდა წვიმები შეიძლება ამეღამ სახლებიც აიღოს და მინდვრად დავჭეთ. მეხუთე შემომივარდა წყალი, აგერა ვიხსვებით. გველებია შემოსული, რამდენი მოვკარია, რამდენი წყალმა წაიღო. დამხტალია ყველაფერი ტიტილები, ხათმები. რა ვქნა, რა გვეშველება. დაახლოებით 6 სოფელში გვაქვს პრობლემა. ახლა ხედავთ, რომ ეს არის ჯვარი-შხალერის დამაკავშირებელი მაგისტრალი, რომელიც ფაქტიურად გამოსულია მწყობრიდან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, ჩვენი ძალებით მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც შესაბამისად რამოდენიმე დღეში სავარაუდოდ დაითვლის ზარალს. სტიქიას ებრძვიან ასევე ზუგდიდში, სადაც დაბალი ზონის სოფლები ისევ დაიტბორა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მომაყურებლებმა იციან, რომ რამოდენიმე კვირის წინ ამ მოსახლეობას აწუხებდა სტიქია, ასევე სტიქიას ებრძვიან ხობში, სადაც მდინარე ხობის წყალი ადიდდა და მიმდებარე სოფლები დატბორა, თუმცა აქ ზარალი წალენჯიხასთან შედარებით ნაკლებია. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ხობსა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარები. არხები არ არის საკმარისი, აქ გასათხრელი არხები, დამატებითი არხები გვინდა, დაიხოცა საქონელი, შინაური ფრინველები, სახლი დატბორილია წყლით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ინფექციური წყალი შემოვიდა. სავსე არის წამლებით და ყველაფრით სახლი. საერთოდ რაც არის ყველაფერი იტბორება და ვართ აქამდე მუხლებამდე წყალში. მე წინ კიდევ არხი არის, ესეც ამოსაღები არის, ესეც გადმოდის და ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, რამდენჯერ ვიყავით გამგეობაში, რამდენჯერ მივმართეთ, მაგრამ ჩვენი გამოსავალი წყარო არ ჩანს და არ ვიცი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი უკვე დაპროექტებული არის. ასე რომ დამთავრდება ჩვენი ვარაუდით აგვისტოს ბოლოს დამთავრდება პირველი ეტაპი და გათვალისწინებული იქნება მეორე ეტაპზე ამოწმენდის სამუშაოები დაახლოებით სავარაუდო მონაცემებით 300 მეტრამდე იქნება არხი ამოსაწმენდი გაეთვალისწინებული რომელიც გათვალისწინებული იქნება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპზე. ეს არის ირაკლი მე-6 სტიქია, რომელსაც წელს ებრძვიან სამეგრელოში, უხვინალექით გამოირჩევა ეს წელი ჩვენს რეგიონში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზარალის დათვლა უკვე ხვალისთვის დასრულდება, ამის შემდეგ ისინი უკვე ცენტრალურ ხელისუფლებას გადაუგზავნიან ამ მონაცემებს, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს ის შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდეს სტიქიას მხოლოდ ადგილობრივი ძალებით. და ჩვენი საუბრის ბოლოს პატა, შეგიძლია თუ არა მოგვაწოდო ინფორმაცია წყლის დონე მიკლო რა მდგომარეობა, იმიტომ რომ საღამოს საათებია და შესაძლებელია მოსახლეობა არის პანიკაში. გააქვს რამე ოფიციალური ინფორმაცია, როგორი ამინდი შეიძლება იყოს საღამოს? წყლის დონე მირაკლი შედარებით იკლო, დილის საათებთან შედარებით უკვე აღარ წვიმს და ეს ასეც არის. რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, ხვალ და ზეგაც ელოდებიან სამეგრელოში წვიმებს. დიდი მადლობა, პაატა ლაგულავა საუბრობდა სტიქიის ზონიდან პირდაპირ ეთერში. იმედია, რომ ამ რეგიონში ყველაფერი კარგად იქნება. ჩემმა კოლეგამ როგორც უკვე გითხრა, დაითვალა მიმდინარე წელს მე-6 სტიქიას ჰქონდა უკვე ადგილი. ახლა კი ქუთაისში უნდა გადავინაცვლოთ, აქვს თუ არა ადგილი ნეპოტიზმს ქუთაისის მერიაში. რა მიზნით ხდება თანამშრომელთა შემცირება და დაცულია თუ არა დასაქმებულთა უფლებები. სამსახურის გარეშე დარჩენილების სასამართლოს მიმართავენ, რათა თავიანთი ფუნქციები დაიბრუნონ და დაბრუნდნენ სამსახურში თვითმართველობაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში 16-ის ნაცვლად 18 სამსახური შეიქმნა. ეს ინფორმაცია ერთად რამდენიმე წუთში უნდა დავაზუსტოთ. და ასევე ბოლო ინფორმაციით თითქოს გათავისუფლებულია მერიიდან 100-მდე ადამიანი. ბრალდებების ნუსხაში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაც მოხდა. მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ირინა სახელაშვილი საკადრო ხმაურისა და რეორგანიზაციის შესახებ ჩვენს კითხვებს საპარლამენტო ქალაქიდან უპასუხებს, რომელიც უკვე პირდაპირ ეთერშია. საღამომშვიდობის ქალბატონო ირინა, დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია ბოლო 2 თვის განმავლობაში ქუთაისის მერიაში არსებულმა ვითარებამ. ხდება თუ არა კანონის დაცვით ყველაფერი და ყველა ის საკადრო ცვლილება, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა? მოგესალმებით ირაკლი. ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მიხარია რომ ჩვენი შეხვედრა კვლავ შევხვდით და მე თქვენი რესპონდენტი ვარ დღესაც.
რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მინდა გითხრათ, რომ ეს საკადრო ცვლილებები მოხდა ჯერ უნდა აღვნიშნო აუცილებლად მანამ სანამ მე დავინიშნებოდი ამ თანამდებობაზე, ეს გახლდათ 2013 წლის 18 მაისის ბრძანება საკრებულოს თავმჯდომარეს მართლაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების განთავისუფლება მოხდა რეორგანიზაციის შედეგად და მერის რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მერის სამსახურიდან დათხოვნილი სხვადასხვა სამსახურებიდან დათხოვნილი იქნა 86 ადამიანი. ცხადია, მოხდა სხვა ტიპის რეორგანიზაცია, როგორც ამას თვითონ ეს სიტყვა გულისხმობს, მოგახსენებათ, რეორგანიზაცია გაიცა და სტრუქტურულმა ერთეულებმაც, რის შედეგადაც ზოგი სამსახური შეერთდა, ხოლო ზოგი სამსახურები პირიქით გაიყო, როგორც ეს უფრო სასურველი იქნებოდა მათი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? საუბარი იყო, რომ უნდა მომხდარიყო იგივე ოპტიმიზაცია კადრების სამსახურების შერწყმა, თუმცა ამის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 სამსახურის ნაცვლად დღეს სახეზე არის 18 სამსახური. დიახ, სწორედ ამას გულისხმობს რეორგანიზაციის პროცესი. პროცესი თვითონ ოპტიმიზაცია, მოგეხსენებათ, მისი სიტყვის დატვირთვიდან გამომდინარე გულისხმობს თვითონ სამსახურების ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე უფრო უკეთესი სტრუქტურების შექმნას. მე შემიძლია გითხრათ მაგალითი, არსებული ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ტოლვილთა სამსახური გაიყო ორად, ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური, ეს ერთი სამსახური შეიქმნა და სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური, ეს უკვე მეორე სამსახურია. მეც ვეთანხმები აღნიშნულ მოსაზრებას, ეს ერთი მაგალითი მოგიყვანეთ კონკრეტული მაგალითი გაყოფის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია სწორედ 16-ის ნაცვლად 18 სამსახურის შექმნა. იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ უფრო უკეთესია გაყოფილი სტრუქტურები მუშაობდნენ გაყოფილი ფუნქციების შესრულებაზე, ამ მოსაზრებით მოხდა ამ ტიპის დაყოფა ერთი სამსახურისა ორ სამსახურს შემადგენელ სამსახურს. როგორც სამსახურის უფროსი, დაინტერესის თუ არა კონკრეტული ფაქტებით დაუშვათ, ვინც დატოვა დღეს და ბოლო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობა, რამდენად კანონის დაცვით მოხდა იგივე დასაქმებულთა უფლებების დაცვა და სამსახურიდან ამ ადამიანების გაშვება? რა თქმა უნდა, რაც ჩემს კომპეტენციაში შედის, მე პირველი, რასაც ხელი მოვკიდე სამუშაოს დაწყებისთანავე, ეს იყო საკადრო პოლიტიკის გადახედვა, რა თქმა უნდა, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც შემიძლია, მე ვერ შევეხები ადმინისტრაციული სამსახურის მიღმა საკადრო პოლიტიკაში განხორციელებულ ცვლილებებს, რამდენადაც ამას ჩემი უფლებამოსილება მაძლევს, თუმცა ცხადია, ვეცნობი ყველა იმ მასალას, ჩემი ვალდებულებიდან გამომდინარეც და ვიცი რეალურად ყველა, ასე ვთქვათ, თანამშრომლის მიღმა რა პროცესებით გაზდა. ეს პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მე გულისხმობ საკადრო პოლიტიკისა და მიმოქცევის შესწავლას ჩემს მიერ და არა რა თქმა უნდა სამართლებრივი კუთხით, თუმცა ისიც კარგად არის ცნობილი, რომ მრავალი გათავისუფლებული პირი აპირებს მიმართოს სასამართლოს და მათ ზუგს უკან დგას ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, მე პირადად გქონდა მათ წარმომადგენლებთან NGO სექტორს გულისხმობ საუბარი და ვიცი, რომ ისინი მერის სასამართლო პროცესზე მეორე მხარეს იქნებიან, როგორც ასე ვთქვათ, განთავისუფლებულთა უფლებების დამცველი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი არის სამართლებრივი კუთხით ჩატარებული და ეს ადამიანები თავისი სიმართლის დამტკიცება შეეძლებიან. გასაგებია, თქვენ მაინც გამოჩნდათ როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის პოზიციას და არა დაუშვათ როგორც სამსახურის ხელმძღვანელს და გაქვთ იმედი, რომ ეს ადამიანები სამსახურის ანუ სამსახურის პოზიცია როგორია? ყველა გათავისუფლების უფლება. ბოლო წინადადება ვერ გავიგე. როგორც სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია. როგორც სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია და არა კონკრეტულად ერთი მოქალაქე. როგორ ფიქრობთ თქვენ, ყველა ადამიანის უფლება იყო დაცული, რადგან მე მაქვს თუნდაც ერთი ინფორმაცია ეხება კონკრეტულად ეკონომიკური სამსახურის ყოფილ თანამშრომელს მერიკახიანს, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ეს გაუშვეს სამსახურიდან იმ მოტივით, რომ აღნიშნულ სამსახურში მისი შტატი გაუქმდა, თუმცა მხოლოდ სახელის ფორმირება მოხდა სამსახურის და ეს შტატი დღესაც არსებობს. ანუ მსგავსი ხარვეზები არსებობს ბევრი.
მე არ გამორიცხავ როგორც სამსახურის უფროსი ხარვეზების არსებობას, ცხადია ამისაგან დაცული არავინ არ არის, არც საჯარო მოხელე და არც ასე ვთქვათ სხვა სექტორში მომუშავე პირი. ხარვეზები ხდება, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ვუშვებთ შეცდომებს, თუმცა ამის უფლებას საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ და ყველა შესაძლებელი შემთხვევა უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს ხარვეზი უნდა გამოვასწოროთ, თუმცა როგორც ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი და ამ საჯარო სექტორში დიდი ხნის გამოცდილების მქონე, შემიძლია დავადასტურო, რომ ძალიან ბევრი კადრი არ შეეფერება თანამდებობაზე შესასრულებელ ფუნქციებს, რომლებიც ანუ მე გულისხმობ პროფესიული თვალსაზრისით. ეს არის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, რომ საჯარო მოხელეთა კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი არ შეესაბამება იმ დონეს, როგორიც უნდა იყოს საჯარო სექტორში, ადგილობრივ თვითმმართველობაში თუ სხვადასხვა დონეზე. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ალბათობით და მეტი ვარაუდით ვემხრობ იმას, რომ ყველაფერი იყოს კანონიერების დაცვით, ვიდრე რაღაც დარღვევებით. თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ ისევე როგორც საჯარო პირი ამ შემთხვევაში, რომ არ გამოვრიცხავ ხარვეზების არსებობას, ამას გვიჩვენებს ყველა ის პროცესი, რაც კიდევ ერთი შეკითხვა, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად საუბრობენ, თითქოს ადგილობრივი თვითმმართველობიდან კონკრეტული ადამიანების გათავისუფლება ხდება პოლიტიკური ნიშნით. ასევე აიძულებენ კონკრეტულ ადამიანებს, რომ დატოვონ თანამდებობები. მაგალითად, არ ვიცი ალბათ, თქვენც გაქვთ უკვე ინფორმაცია, ჟურნალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ქეთი დეისაძე ამბობს, რომ თქვენ მათ უთხარით, რომ არ მოგწონთ მისი საქმიანობა და ერთგვარი მუქარაც იყო, რომ კარგი იქნებოდა თუ ის დატოვებდა თანამდებობას. ანუ მსგავსი ფაქტებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ან უარყოთ, ან დაადასტუროთ. ცხადია შემიძლია ძალიან თავისუფლად მე უკვე რამდენიმე ჟურნალისტთან უბრალოდ მედია საშუალებებთან მქონდა პირდაპირ ჩართვაც და კომენტარიც ამის თაობაზე, ასე რომ ეს თემა ჩემთვის ნამდვილად არ არის ახალი. აქვე ვიტყვი ოდნავ ხუმრობით მივცემ ამის უფლებას თავს. ჟურნალისტებს გევალებათ კარგი ფანტაზიის ქონა, თუმცა არც ამდენი ასეთი ზომის. ხო, თუმცა პრესამსახურის თანამშრომელი პრესამსახური მე დავამთავრებ ქეთი დეისაძე არ მყავდა ამ შემთხვევაში მხედველობაში, მე მეორე ჩვენი სამსახურების გარეთ ყოფილი ჟურნალისტები მყავდა. რაც შეეხება ქეთის, მე მასთან მართლა მქონდა საუბარი, რომლის დროსაც ამ საუბრის დროსაც მე ვუთხარი, რომ არ ვარ კმაყოფილი, როგორც მისი მუშაობით, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მუშაობით, მივუთით მას მის კონკრეტულ ხარვეზებზე, მივეცი შენიშვნები და ვუთხარი, რომ აუცილებელია ამ შენიშვნების გამოსწორება, თორემ ჩვენ მოგვიწევს ასე ვთქვათ შესაბამისი ზომების მიღება. ხო, ნუ ახლა ყველას აქვს საკუთარი პოლიტიკური ნიშნით არ ყოფილა შეხვედრა და არანაირად მე ამას კატეგორიულად უარყოფ, მე თავად ვარწინა. კიდევ სხვა ბევრი ადამიანი, არა მარტო კონკრეტული ორი გვარი, რომელზეც მე ვისაუბრე, რომლებსაც აქვთ პრეტენზია. ჩვენი საუბრის ბოლოს ერთგვარი შეჯამება რო გავაკეთოთ. კიდევ რა დრო დასჭირდება რეორგანიზაციის დასრულებას ადგილობრივ თვითმმართველობაში და ხომ არ ფიქრობთ, რომ არის კლანური დაპირისპირება? კლანური ნიშნით ხო არ ხდება ამა თუ იმ პიროვნების შემოყვანა, ან ნეპოტიზმზეც არის საუბარი, კონკრეტულად თქვენ ვიცემერებს, მერს ადანაშაულებენ ამ კუთხითაც. ნუ ეს თემა არის საკმაოდ აქტუალური, როგორც წესი, ესეთი რაღაც ყოველთვის ხდება ხოლმე, თუმცა მე შემიძლია მხოლოდ ერთი რამ დავადასტურო, როგორც საჯარო მოხელემ, როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ჩვენ გეგმავდით ახალ ბატონ დიმიტრი კოპალიანთან ერთად რეორგანიზაციისა და რეორგანიზაციის შემდგომ ატესტაციისა და კონკურსის ჩატარებას უმოკლეს ვადაში, თუმცა ამას ხელი შეგუშალა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამას უკვე მე ცოტა ხანში ჩვენ ყველანი ერთად დავინახავთ. კანონ პროექტში შევიდა პარლამენტში განსახილველად კანონ პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რის საფუძველზედაც 1 იანვრამდე უწელდებათ 2014 წლის მოვალეობის შემსრულებლებს ვადა. გარდა ამისა 27 ივნისს ასევე შევიდა კანონ პროექტი განხილვისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ამ კანონში შედის ცვლილებები, რომელიც გულისხმობს საშტატო ადგილობრივ თვითმმართველობაში საშტატო ნუსხის გადახედვასა და ცვლილებებს შორს აგვიყვანს რეკომენდაციებისა და ცვლილებების განხილვა, თუმცა ამაზე შეიძლება ცალკე ასე ვთქვათ ჩართვაც ან შეხვედრაც შედგეს, რაც პირდაპირ სახელმწიფოს პირდაპირ რეკომენდაცია, ანუ ცენტრალური მთავრობის რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ ახლა კონკურსების ჩატარებისაგან თავი, რადგანაც ეს გამოიწვევს ჯერ ერთი უკვე დანიშნული კონკურსის წესი დანიშნული ადამიანების ხელმეორედ კონკურსში მონაწილეობის ვალდებულებას, რაც მათ უკმაყოფილებას სამართლიანსაც გამოიწვევს.
მისცეს. გარდა ამისა, ეს რიგ ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული და ეს არ არის მიზანშეწონილი, რომ ერთი და იგივე ქმედებისათვის ორჯერ დაიხარჯოს თანხა და ამასთან ერთvis კიდევ საქართველოს პრეზიდენტის დროზე ადრე გამოცხადებული არჩევნები, რაც კიდევ დამატებით ბათუმი გველოდება, ამიტომ პრაქტიკულად უნდა დავასრულოთ საუბარი და მაინც კითხავთ თანამდებობის პირთა ნათესავები მოვიდნენ თუ არა და მუშაობენ დღეს მერიაში. მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, ნამდვილად ვერ დაგისდასტურებთ, დადასტურების შემთხვევაში შემიძლია მხოლოდ რეაგირება გავაკეთო კანონის შესაბამისად. და რა იქნება თქვენი მხრიდან რეაქცია თუ მსგავს ინფორმაციას გადაამოწმებთ და დაასუსტებთ? თუ გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ ეს ადამიანები დაინიშნენ გარკვეული კანონის შეუსაბამოდ, რა თქმა უნდა, მე მიმართავ შესაბამის სტრუქტურებს და მივიღებ შესაბამის ზომებს ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მოკლედ ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობიდან მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ირნა სახელაშვილმა მოგვაწოდა ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში გაჩნდა. ახლა გადავინაცვლოთ ბათუმში უპარტიო მერის არჩევანი, რატომ არ გაათავისუფლა ბათუმის საკრებულომ ჯემალ ანანიძეს საკრებულოს განცხადების საფუძველზე. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი პირდაპირ ვთავთ ჩვენ ბათუმიდან, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ქალაქის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული კადრების პარტიული კუთვნილება. საღამომშვიდობის დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოკლედ პარტიული კუთვნილება ახსენეთ თქვენ თავის დროზე, როდესაც მერის განცხადება მიიღეთ. ანუ აჭარულად კოჰაბიტაცია შედგა მერსა და საკრებულოს შორის. მე არ ვიცი ასეთი ტერმინი, არც აჭარული და არც კოჰაბიტაცია, მე ვიცი თანამშრომლობა და ჩემთვის თავარი არის ქალაქის ინტერესები და იმ საქმის კეთება, რაც დღეს არის აქტუალური ჩვენს ქალაქში. რაც შეეხება ჩემი და მერის თანამშრომლობას, უნდა გითხრათ, რომ ის შედგა და ეს სიახლე არ არის, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობთ თვითმმართველობაში, ბატონ ჯემალი იყო საფინანსო სამსახურის უფროსი, მე ოპოზიციური ფლანგის ლიდერი და უნდა გითხრათ, რომ ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მოდიოდა ჩვენთან შეხვედრაზე, კაბინეტშიც კი ბედავდა შემოსვლას ჩვენთან იმ პერიოდში და ჰქონდა ძალიან ხშირად ხულახტილი საუბრები. ის არის პროფესიონალი, არის პროფესორი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ბათუმს სჭირდება პროფესიონალი ადამიანი, მისი გამოცდილება. თუმცა მაინც საინტერესო იქნება მსგავსი პრეცედენტი, როგორც ხშირად საქართველოში არ ყოფილა, იგივე საკრებულოს თავმჯდომარე თუ სამსახურის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ასე შემდეგ. ვინც ითხოვს ხოლმე თანამდებობიდან წასვლას საკუთარი სურვილით და მიმართავს ხოლმე კონკრეტულ უწყებას, ყოველთვის აკმაყოფილებენ. ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი, როდესაც ჯემალ ანანიძის განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს? იმდენად კარგად ართმევდა თავის მოვალეობას თავს, რომ დღეს ბათუმს სჭირდება მერი, რომელიც გასული წლების განმავლობაში საქმიანობდა, ის დაახლოებულიც იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, ხო? დიახ, გეთანხმებით და მართალი გითხრათ, როდესაც ის აირჩიეს პირველად ნაციონალურ მოძრაობამ აირჩია მერად, მე ხმა არ მიმიცია მისთვის და მიუხედავად ჩემი პატივისცემისა მის მიმართ, იმიტომ რომ ის უნდა არჩეულიყო როგორც მოვალეობის შემსრულებელი. რაც შეეხება შემდგომ მსვლელობას, მე არ ვალავ დავსვი მისი პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ჩამოვიდა ბათუმში და დაუმთავრებელი საზაფხულო თეატრი გახსნა, მაშინ ცოტა მერყევი პოზიცია დაიჭირა მერმა და მე ფიქრობდი მაშინ, რომ ასეთი პოზიცია მიუღებელი იყო ქალაქისთვისაც და ქართული ოცნებისთვისაც. მაგრამ ბატონმა მერმა გადადგა ძალიან საინტერესო ნაბიჯი, ძალიან იშვიათად ხდება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, როდესაც მერი საკუთარი განცხადების საფუძველზე ითხოვს გათავისუფლებას და აცხადებს, რომ ნდობის ვოტუმი ჰქონოდა მას. მართალი გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება და ჩემი პოზიცია მიუხედავად იმისა, ჩვენ 100 და სხვადასხვაობა ჰქონდა თავის დროზე, მე მოუწოდე საკრებულოს, რომ არ დაიკმაყოფილებინათ. აი, რაში იყო мотивация.
დღესდღეობით რომ გაგვეხორციელებინა ჩვენ ასეთი თქვათ გადაწყვეტილება რომ შესულიყო ძალაში მერია რჩებოდა მერის გარეშე კონკურსის წესით უნდა არჩეულიყო მერი და ეს კონკურსი დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდებოდა. ეხლა მოგეხსენებათ იწყება საპრეზიდენტო არჩევნები და არის ზაფხულის სეზონი და ყოველად მიუღებელი იქნებოდა ამ შემთხვევაში ქალაქი დარჩენილიყო ხელმძღვანელობის გარეშე. ბატონო, თქვენ მოუწოდეთ იგივე დეპუტატებს რომ დავუშვათ არ დაეკმაყოფილებინათ ქალაქის მერის განცხადება, რომელიც შემოვიდა, თუმცა მაინც საინტერესოა, რატომ გადაჯგა დავუშვათ ჯემალ ანანიძემ ეს ნაბიჯი. შესაძლოა გაქვთ თქვენ ინფორმაცია, განიცდიდა თუ არა რაიმე ზეწოლას იგივე საკრებულოს მხრიდან, ან არ იყო დავუშვათ კომუნიკაცია და თანამშრომლობა ქალაქის სასიკეთოდ მერიასა და საკრებულოს შორის. საინტერესო განვითარდა მოვლენები იქიდან გამომდინარე რომ მერმა განაცხადა საჯაროდ რომ ძალიან ხშირად მაბრალებენო მე ან ნაციონალისტებისკენ ვარო ან თქვათ ოცნებისტი ვარო და მე მინდა ვიყო არავისტიო ასე ვთქვათ იუმორით თუ ვიტყვით მაგას და თქვა რომ მე მინდა საქმეები გავაკეთო და მინდა ყოველგვარი ზეწოლისგან განთავისუფლდეო. რა თქმა უნდა ის განიცდიდა თავის ძოზე ზეწოლას ნაციონალური მოძრაობიდან და ის ვთქვათ მისი პოზიცია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა საზაფხულო თეატრი, ის იყო ზეწოლის ქვეშ და თავისი პოზიცია დილით სხვა თემაზე ქონდა მე და ბატონ ჯემალ საუბარი, შემდეგ მოუწია სხვა პოზიციის გაჟღერება, რაც მისთვის მიუღებელი იყო, რამდენადაც მე ვიცი. ამიტომ მერმა ითხოვა ნდობის ვოტუმი და თქვა რომ მე თავისუფლდები ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისგან. მართალი გითხრათ, ჩემთვის მთავარი არის პიროვნება და პიროვნული ურთიერთობა. მე ისეთ პარტიას წარმოადგენ, რომელიც ლიბერალური აზროვნების არის, იცით, რესპუბლიკური პარტიის წევრი ვარ და მთავარი არის ადამიანი და მისი დამოკიდებულება და არა კოლექტიური მართლობა. აქედან გამომდინარე პიროვნულ თვისებებს პირველ რიგში ვაქცევ ყურადღებას და ფიქრობ რომ აი არ არის მომენტი მართალი გითხრათ ამ ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ურთიერთპატივისცემის საფუძველზე მე ან რაიმე გადაწყვეტილება მიმეღო ისეთი, რომელიც მიუღებელი იქნებოდა მისთვის, ან ბატონ ჯემალს არ ჩავეყერებინე საქმის ხურში ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის დროს. ბატონო, კიდევ რამდენიმე საკითხია, რომელზეც საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია, რადგან ჩვენ აჭარაშიც გვიყურებენ და ბუნებრივია ეს შეკითხვები არსებობს. მოკლედ დავიწყოთ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობით. თქვენ გქონდათ ინიციატივა რომ გადასულიყო მერია კონკრეტულად უწყება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ჯემალ ანანიძე. გუშინ მიიღეთ თუ არის, ვისი მხრიდან იყო უარი და რატომ ფიქრობდით, რომ დავუშვათ ეს შენობა იდეალური იყო თუნდაც ბათუმის მერიისთვის? მე არ ფიქრობ რომ იდეალური იყო და მართალი გითხრათ ეს არ იყო ჩემი დაჩემება, უბრალოდ ეს შენობა დგას თავის დროზე ამ მშენებლობას როგორც ერთ-ერთი ბათუმელი და როგორც ოპოზიციის წევრი ვაპროტესტებდი, იმიტომ რომ ის შენობა აიგო რეკრეაციულ ზონაში და ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძალიან ბევრი ხე გაიჩეხა იმ ადგილას, თუმცა რაც მოხდა და ვწუხდი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი შენობა დახურულ მდგომარეობაში დაუმთავრებელი იდგა ბათუმის სივრცეში. ჩემი როგორც ხელმძღვანელის მოვალეობა იყო, რომ ფუნქციური დანიშნულება ქონოდა ამ შენობას. რაც თქვა ჩვენ მოგვივიდა აზრად, ეს იყო ის, რომ ბათუმის მერია ძალიან მძიმე მდგომარეობაში მუშაობს, საკრებულოზე არაფერს არ ვლაპარაკობ, 400 ადამიანი დასაქმებული არის, სხვადასხვა IP-ები ნაქირაებ შენობებშიც არიან, თვითონ ბათუმის მერია არის მაღაზიის ყოფილ შენობაში განლაგებული. მე შევთავაზე ეკონომიკის სამინისტროს, რომ შესაძლებელი იქნებოდა ეს შენობა გადმოეცა ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, ეს შენობა დაგვესრულებინა და მისი თქვათ მუშაობა, კონდიცირება, მხოლოდ ამ თქვათ ხარჯებს შევძლებდით ჩვენ გაგვეღო. რა გადაწყვეტილებაც მიიღო ეკონომიკის სამინისტრო, ჩვენთვის მართალი გითხრათ ეს მისაღები არის, იმიტომ რომ შენობა იქნება ფუნქციურად დატვირთული, αλλά როგორ დაიტვირთება მე მაგას ვერ გეტყვი. თქვენ მშენებლობებზე საუბრობდით და ხეების ჩეხვაზე, მოდით ამაზეც იქნება საინტერესო თქვენი კომენტარი. ბოლო პერიოდში ბევრი ახალი შენობა გამოჩნდა, პარალელურად კი გაიჩეხა 100 წლოვანი ხეები. როგორ აპირებს იგივე საკრებულო ბრძოლას, რომ არ გაგრძელდეს და ეკოლოგიური პრობლემების წინაშე მდგარი ქალაქი კიდევ უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს?
მე მაგას ვერ დაგიდასტურებთ, ხეები ბათუმში არ გაჩეხილა, თუმცა მშენებლობის ბუმი არის, ამას დაგიდასტურებთ, ძალიან დიდი გარღვევა არის გასულ ამ დროსთან შედარებით და ახლობით 55%-ზე გაიზარდა სასტუმროების მშენებლობის. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი იყო იგივე გამწვანებასთან დაკავშირებით. მე ვერ მაშინ კონკრეტული ეს მაგალითი უნდა მომიტანოთ, იმიტომ რომ ბათუმის გამწვანების სამსახური ძალიან კარგად მუშაობს და ბათუმი ის არ არის, რაც შარშან იყო ამ გამწვანების მხრივად. ის ხელმძღვანელი, რომელიც არის ამ თავმჯდომარეობაზე, მუხჩაუხრელად აკეთებს თავის საქმეს და მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის. რაც შეეხება მშენებლობას, მშენებლობა მიმდინარეობს და პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, მე და ბატონმა ჯემალმა და არქიტექტურის სამსახურმა მთავარმა არქიტექტორმა ბატონმა გია რამიშვილმა არის ის, რომ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები, სადაც აკრძალულია უკვე უნებართვო მშენებლობები, ძველ ბათუმში 15 მეტრზე მაღალი შენობა აღარ აშენდება, ისევე არის ცენტრალურ ნაწილში, სადაც უსისტემოდ ვითარდებოდა გასაგებია და ჩვენი საუბრის ბოლოს რაც შეეხება გარეუბნებს, ანუ ყოველთვის არის ბათუმში პრეტენზია ისმის მთავრობის მიმართ, რომ მხოლოდ ცენტრალური ნაწილის განვითარება ხდება და გარეუბნებს არ აქცევენ სათანადო ყურადღებას. ასევე სტადიონის პრობლემაზეა საუბარი, ძალიან მოკლედ და დაგემშვიდობებით. დიახ. რაც შეეხება გარეუბნებს, ამ ხრივადაც გარღვევა არის, იმ ხრივ რომ ადრე გარეუბნებს არ ექცეოდა ყურადღება, ვინაიდან წყალკანალიზაციის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს ბათუმში გერმანული ბანკის KfW-ს დახმარებით და ეს არის გაწერილი, ეხლა ვიწყებთ მესამე ეტაპს, შემდეგ იქნება მეოთხე ეტაპი, რომლებიც არა მარტო გარეუბნებს, არამედ მოსაზღვრე რაიონებსაც მოიცავს. აქ არის წყალკანალიზაციის სისტემის ახალი რეაბილიტირებული პროექტის განხორციელება, ასევე სანიაღვრე არხები. როგორც კი მთავრდება ეს პროცესი, ეგრევე იწყება გზების და ქუჩების კეთილმოწყობა. ეხლა მაგალითად ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, შემოვლითი გზა, სადაც 24 ოჯახი უნდა ავასახლოთ და კეთილმოწყობილ ბინებში გადავცემთ მათ სასულიერო ფართებს, გარემონტებულს და პრინციპული შეთანხმება მიღწეული გვაქვს, ასე რომ რაც შეეხება სტადიონი იმ ადგილას, სადაც უნდა აშენებულიყო, მიუღებელი იყო, დღეს იყო საქ ნავიგაციის ხელმძღვანელობა მოსული ჩემთან და მათთან საუბრის შედეგად გაირკვა, რომ იმ ადგილას, სადაც მიხეილ სააკაშვილი ხსნიდა სტადიონს, ეს ყოველად მიუღებელი იყო საქ ნავიგაციისათვის, იმიტომ რომ უსაფრთხოების ანუ ადგილი შერჩევა მიმდინარეობს და ექნება ბათუმ სტადიონი. ადგილი თითქმის შერჩეული გვაქვს, ფიქრობთ, რომ ბათუმს დღესდღეობით დააკმაყოფილებს 10-12 სტადიონი, რომელიც მისაღები იქნება ამ თვეებში დაიწყება დინამო ბათუმის სავარჯიშო, ასე ვთქვათ, ბაზის რეაბილიტაცია და მშენებლობა, ასე რომ ამ ხრივაც ჩვენ დიდი მადლობა. მოკლედ წარმატებები და წარმატებები ბათუმს. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ირაკლი ჩავლეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. დასავლეთ საქართველოში გავარკვიეთ თუ რა პრობლემები ან რა ხდება რეალურად. ახლა კი უნდა გადავინაცვლოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მორიგი სკანდალი ედვარდ სნოუდენთან დაკავშირებით. ძებნილ ექს-აგენტს დამცველი გამოუჩნდა ამერიკელი დაზვერვის ყოფილი აგენტი და სნოუდენის კოლეგა უილიამ ბინი ვაშინგტონის სათვალთვალო პროგრამის შექმნის გამო აკრიტიკებს. ინფორმაციის გაჟონვის გამო ამერიკული დაზვერვა საპასუხოდ ზომების გამკაცრებას აპირებს, პენტაგონის საიდუმლო მასალებზე წვდომას ამკაცრებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გიორგი გაბრიჩიძე მუშაობდა და ჩვენ რეპორტაჟი ერთად შეგვიძლია ვნახოთ. ამერიკული დაზვერვის სათვალთვალო პროგრამის დეტალებზე ედვარდ სნოუდენის შემდეგ მისი კოლეგა ალაპარაკდა. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი აგენტი ვაშინგტონს უკანონო მოსმენებში ადანაშაულებს. უილიამ ბინის განცხადებით სპეცსამსახურების სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ და ელექტრონულ პოსტას აკონტროლებდნენ. სკანდალური ინტერვიუ ბინმა ჩინურ ტელეკომპანიას CCTV-ს მისცა. ჟურნალისტთან საუბრის დროს ექს-აგენტმა ყოფილი კოლეგების ვინაობა გაამჟღავნა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში სატელეფონო ხაზებს უსმენდნენ. მათ შორის ბაღდადში მწვანე ზონაში მყოფი ამერიკელების საუბარს. ადრიან კენი და დევიდ მერფი ფორტ გორდონიდან ჯორჯიის შტატიდან აკონტროლებდნენ სატელეფონო ხაზებს და უსმენდნენ ამერიკის მოქალაქეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ერაყიდან და ავღანეთიდან ტელეფონით უკავშირდებოდნენ ამერიკაში მყოფ ოჯახის წევრებს. ფიქრობ, ვაშინგტონში არ არიან გულწრფელნი, როდესაც აცხადებენ, რომ არ აკონტროლებდნენ ელექტრონულ პოსტას და არ უსმენდნენ სატელეფონო საუბრებს.
უილიამ ბინს სადაზვერო სამსახურში მაღალი თანამდებობა ეკავა 30 წლის განმავლობაში მისი საქმიანობა მოიცავდა ინფორმაციის მოპოვება, სატელეფონო მოსმენებს, ელექტრონული პოსტის კონტროლსა და სათვალთვალო პროგრამის შექმნას. ბინი თანამდებობიდან 2001 წელს გადადგა. ექს-აგენტის განცხადებით 2013 წლის დასაწყისში საგარეო დაზვერვის სასამართლომ შეერთებულ შტატებში კავშირგაბმულობის უმსხვილეს კომპანია Verizon-ს მილიონობით აბონენტის სატელეფონო ჩანაწერების საიდუმლოდ გადაცემა უბრძანა. ბინის აზრით ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პატრიოტის აქტს და კანონთა შეუსაბამობაშია. სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების სკანდალური განცხადებების შემდეგ პენტაგონი უსაფრთხოების მიზნით საიდუმლო მასალებზე წვდომას ამკაცრებს. თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრის განცხადებით საიდუმლო მასალა მხოლოდ რამდენიმე კომპიუტერის სერვერზე იქნება შენახული, რომელიც სპეცსამსახურებისათვის მიუწვდომელი იქნება. ედუარდ სნოუდენის სკანდალურმა საქმემ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ვაშინგტონი-მოსკოვის ურთიერთობებზეც. ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით ბარაკ ობამამ სექტემბერში რუსეთის დედაქალაქში დაგეგმილი ვიზიტი და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შესაძლოა გააუქმოს. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესებას ამერიკული გამოცემა მოსკოვის გადაწყვეტილებას უკავშირებს. ვაშინგტონის მოთხოვნის მიუხედავად კრემლი სნოუდენის ექსტრადაციას არ აპირებს. ზებრილი ექს-აგენტი 23 ივნისიდან მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თავსაფარებს. დიდი მადლობა გიორგი გაბრიჩიძეს, რომელმაც სნოუდენის საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა. ახლა კი ხატია შალომბერიძე მოგვიყვება ალექსეი ნავალნის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ლიდერი წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გამოუშვეს. სასამართლომ ნავალნისთან ერთად გასამართლებული პეტერ ოფიცეროვიც გაათავისუფლა, ორივე ბრალდებული კიროვის სასამართლო მხედრის სახელმწიფო კომპანიიდან თაღლითობის გზით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნო. ალექსეი ნავალნი იმავე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სადაც გუშინ 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება კიროვის სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე მიიღო. ოპოზიციის ლიდერი თავისუფალი განაჩენის ძალაში შესვლამდე დარჩება. კიდევ ერთხელ მსურს აღნიშნო, რომ ძალიან მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარი დაგვიჭირა და ღამით მანეჟის მოედანზე გამოვიდა. კარგად გვესმის, რომ რაც ახლა მოხდა რუსული მართლმსაჯულების უნიკალური შემთხვევაა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შენობის გარეთ შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ის რომ დღეს ცას გისოსებიდან არ უყურებ, თქვენი დამსახურებაა. მადლობა ამისთვის. პირობითად გათავისუფლებული ოპოზიციონერი მერის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასაც შეძლებს. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე საარჩევნო კომისიამ ალექსეი ნავალნი მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა. არჩევნები 8 სექტემბერსაა დანიშნული. ვეტერანი რუსი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა კი ოპოზიციონერ პოლიტიკოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასაც უწინასწარ მეტყველებს. ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის უახლეს ისტორიაში, როცა სასამართლო განაჩენის შემდეგ ხალხი პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა. პატიმრების თანაგრძნობა ამ ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა. ძალიან ძნელია რუსეთში ისეთი ოჯახის პოვნა, ახლობელი რომ არ ყავდეს ციხეში. 5 წლის შემდეგ ნავალნი იმდენად ავტორიტეტური და პოპულარული იქნება რუსეთში, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებას ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს. ალექსეი ნავალნის გასამართლება საერთაშორისო საზოგადოებამ პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა. ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა კიროვის სასამართლოს პროცესს პაროდია უწოდა. ვერდიქტი გააკრიტიკა თეთრმა სახლმაც. ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებული და დამწუხრებულია ოპოზიციის ლიდერისა და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის ალექსეი ნავალნისა და მისი თანამოაზრისათვის გამოტანილი განაჩენის გამო. ორივე მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა პოლიტიკური მოტივით მიუსაჯეს. ნავალნის განაჩენი რუსეთის ხელისუფლების შემაშფოთებელი ტენდენციის უკანასკნელი მაგალითია, რომელიც მიმართულია დისიდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისაკენ. ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში არსებული პროცედურული ხარვეზებიც. 37 წლის ადვოკატი და ცნობილი ბლოგერი ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ერთ-ერთი აქტიური მებრძოლია. ვლადიმერ პუტინის 13 წლიანი მმართველობის პერიოდში პირველი მასშტაბური ანტისახელისუფლებო ტალღისაგორება სწორედ მის სახელს უკავშირდება. ასე ვითარდებოდა მოვლენები დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახლა კი უნდა დავბრუნდეთ ისევ ჩვენს ქვეყანაში და დღის სხვა საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი და მაიაკოვსკის 120 წლის იუბილე. 30 ქვეყნის 70-მდე პოეტსა და მთარგმნელს ქართველმა ხელოვანებმა დღეს ბაღდადში უმასპინძლეს. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი იმერეთიდან. თქვენ ვერც კი წარმოიდგეთ იმდენი რამ მაკავშირებს ამ ადგილთან. 30 წლის წინ ამ სახლის აივანზე ვიჯექი და ლექსებს ვკითხულობდი. ჩემთან ერთად იყვნენ პოეტები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. ამით ვამაყობ.
დღეს ჩემი 17 წლის შვილიშვილი გიჟდება მაიაკოვსკის ლექსებზე. რომ მკითხე რატომ მოგწონს ასე მეთქი, ის ხომ ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე და ცოტა ხულიგანიაო. აი ასე მიპასუხა. საქართველოში დაბადებული რუსი პოეტის 120 წლის იუბილე იმ საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოში წელს პირველად მოეწყო. პოეზიის ფესტივალი წელს რუსული კლუბის ინიციატივით გაიხსნა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა. ყაზბეგის, ხულოსა და ახალქალაქის შემდეგ პოეტთა და შემოქმედთა ჯგუფი ბაღდადს ეწვია და პოეზიის საღამო მაიაკოვსკის სახელობის რეაბილიტირებულ სახლ-მუზეუმში გამართეს. მაიაკოვსკის არასოდეს არათუ არ დავიწყებია რომ აქ იყო დაბადებული, არამედ ყველგან ამაყობდა რომ ქართველი იყო და ყველგან სადაც ეკითხებოდნენ ვინაობას, ცალსაღად ადასტურებდა რომ იყო ქართველი და მთელი მისი პოეტური ნიჭი და ენერგია დაკავშირებული იყო ქართულ წყაროებთან, იმასთან რომ აქ დაიბადა, აქ გაიზარდა და ამაყობდა რომ დანაგავდა ქართველს და მთელი მსოფლიოსთვის ის არის მაინც მიუხედავად რომ რუსი პოეტია, ბუნებრივია რუსულად წერდა, მაგრამ დაკავშირებული საქართველოსთან. მე ამ ფესტივალისთვის სპეციალურად რუსეთიდან ჩამოვედი, აქ პირველად ვარ, ძალიან მომეწონა ეს ადგილი. ამ ადგილის ზეგავლენა მაიაკოვსკის პოეზიას ნამდვილად ეთყობა. ის ტემპერამენტით, ის ენერგია ალბათ ნაწილობრივ ამ ბუნებით საზრდოობდა. პოეტები ბაღდადში დღეს 30-მდე ქვეყნიდან ჩავიდნენ. ბაღდადში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ჩემი ბავშვების დიდი ნაწილი გავატარეს სწორედ აქ, ამ სახლის სიახლოვეს, აქ ცხოვრობდი და ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანი დღეა. საამისოდ შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული მზადება იყო. აბსოლუტურად მოწესრიგდა მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამაყად ხვდებით ამ ღონისძიებას ისე როგორაც შეეფერება ეს თვითონ მაიაკოვსკის სახელს, როგორაც შეეფერება ქართულ კულტურას და ბაღდადის სტუმარ მასპინძლობას. ვლადიმერ მაიაკოვსკიმ სიცოცხლე მოსკოვში თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა მკვლელობის ვერსიებიც განიხილებოდა. ზოგისთვის ის ჭეშმარიტი პოეტი იყო, სხვებისთვის კი სოციალისტური წყობის მეხუთბე. თუმცა წლების შემდეგ მისი ლექსები მსოფლიომ გაიცნო და შეიყვარა. თანამედროვე ქართველი პოეტებისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შემოქმედია, რომელსაც არასდროს ავიწყდებოდა, რომ საქართველოში დაიბადა. მოკლედ ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, თუმცა მანამდე თეაშველიძეს მინდა ვთხოვო, აი მაიაკოვსკის შემოქმედებიდან თუ რამეს გაიხსენებდა. თეა. ეს ეთერს მიღმა აუცილებლად გავიხსენებ ირაკლი და აუცილებლად მოვყვები ამ ლექსს. თუმცა შეიძლება უბრალოდ თუ რუსული ლექსი შესაძლებელია რომ წავიკითხო ეთერში, ცნობილი გამოთქმა. შეგიძლია. Я достаю из широких штанин дубликатом бесценного груза читайте, завидуйте, я гражданин Советского Союза. დიდი მადლობა, მოკლედ რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე ბიზნესის დრო და თეაშველიძე სტუდიის სტუმართან ერთად დაბრუნდება. დიდი მადლობა, ეს თეაშველიძე იყო, გადაცემის ბოლოს ერთად გავიგოთ, რა თემებზე გამახვილებს ყურადღებას მთავარი საინფორმაციო გამოშვება. პირდაპირ ეთერში ლევან ჯავახიშვილი გვერდდება. საღამოშვიდობის ლევან. საღამოშვიდობის ირაკლი, მოკლედ იმ თემების შესახებ, რომლებზეც ფსლად ზუსტად 1 საათში ვისაუბრებთ. მეცხრე არხის საჩუქარი ქართული ფეხბურთის მოყვარულებს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და პირდაპირ ტელერეპორტაჟები მეცხრეზე მზადება დაწყებულია გულშემატკივრებისთვის. მუშტაიდის ბაღში დიდი მონიტორი უკვე მონტაჟდება ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას. ქართველი ფეხბურთელები ხვალ ლიტვის ქალაქ ალიტუში თბილისის დროით 20 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ. რა პროგნოზები კეთდება ევროპის ჩემპიონატამდე ერთი დღით ადრე და რა სიურპრიზებს პირდება ტელეკომპანია მეცხრე არხი ფეხბურთის მოყვარულებს, დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას. ევრაზიული კავშირი და საქართველო უნდა შეცვალოს თუ არა თბილისმა საგარეო პოლიტიკის ვექტორი გორი მოსკოვი მრგვალი მაგი და სკაიპით რუსეთისადმი ლიბერალურად განწყობილი პოლიტიკოსებისა და კრემლის მთავარი იდეოლოგიის მონაწილეობით. როგორც წარმოუდგენია ალექსანდრ დუგინს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, რაც უწოდებს რუსეთის ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის დამფუძნებელი დასავლეთს და რას ფიქრობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე ადამიანი, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს კრემლს თბილისის აღებისკენ ღიად მოუწოდებდა. დუგინის პროპაგანდა საოკუპაციო ზოლთან დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას. 25 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი გადაწყვეტილება მიღებულია თბილისის საკანონმდებლო ორგანოს ახალმა უმრავლესობამ მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტურია. ახვლედიანთან ერთად თანამდებობები დაატოვებინეს საკრებულოს 13 კომისიის თავმჯდომარეებს. სხდომას დღეს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრები არ დასწრებიან, ოპოზიცია გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად აფასებს. ნაცმოძრაობამ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა საკრებულოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე რა ხდებოდა დედაქალაქის მმართველ ორგანოში, ნახეთ ის მთავარ გამოშვებაში.
მაიარჩეულიშვილი გიგი უგულავას წინააღმდეგ სენდპოინტის დამფუძნებელი დედაქალაქის მერს ქონების ხელყოფაში ამ ხელსრჩეულიშვილის განმარტებით სამშენებლო კომპანიის აშენებული შენობების დანგრევის ბრძანება პირადად უგულავამ გასცა. კიდევ რა ბრალდებებს უყენებს მაიარჩეულიშვილი თბილისის მერს უგულავას კავშირები კომპანია დექსუსთან რა დოკუმენტი ჩაუვარდა ხელთ მეცხრე არხის ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს დეტალები ნახეთ რამდენიმე წუთში. ერთმანეთს დაახლოებით 55 წუთში შევხვდებით ასე რომ დროებით. მადლობა წარმატებებს გისურვებთ. თავარი თემები, თავარ გამოშვებაში იყავით მოვლენათა ეპიცენტრში. ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით. მშვიდობიან შაბათ კვირას გისურვებთ.